პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძნელი წარმოსადგენია მაყურებელი, რომელიც ობამა მედვედევის შეხვედრის მოლოდინში არ იყო. სხვარიდან ალბათ ეს იქნება ერთადერთი მთავარი თემა და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა. მით უფრო გააქტიურებული საუბრების ფონზე ომის ხელახლა დაწყების თაობაზე. მინდა გისურვოთ წარმატება და მშვიდობა, ხოლო ვიდრე ობამა მოსკოვში ჩავადა, ცნობილი გახდება ამ შეხვედრისა და მოლაპარაკებების დეტალები. მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმ მთავარ თემებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა მთელი კვირის განმავლობაში. რუსეთიდან მომავალი საფრთხეები საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ კვირაშიც მთავარი თემა იყო. ჩვენ ვხედავთ, როგორ დადის და ემათხოვრება პოლიტიკური საქმიანობისთვის ფულს საქართველოს მტერს ზოგიერთი ბრჭყალებში პოლიტიკოსი. ეს რომ ასია უკვე ეჭვს აღარ იწევს, როცა პირველად შევამჩნიეთ ჩვენ ესა თუ ის ცნობილი მოღვაწე საქართველოს დაპატრონების მსურველ ჯაყოსთან, მაშინ მათი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს იყო მონტაჟი, მერაბიშვილის დადგმული პროვოკაცია. მას მერე კი რა ჯაყო ღიად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკოსებთან ერთად, მერე უკვე თქვეს, რომ ჯაყოსთან მათ პირადი შეხვედრები ჰქონდათ. მშენებლების ფონზე გამართული მთავრობის ხდომიდან ეს განცხადება პრეზიდენტმა ოპოზიციის მისამართით გააკეთა. და პასუხს გასცემს მიხეილ სააკაშვილის ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც სავარაუდოდ პირდაპირ ეხებოდა პრეზიდენტის განცხადება. ამ პასუხს მეც თქვენთან ერთად მოვისმენ დღეს. ლევან გაჩეჩილაძისგან კახა თარგამაძემ თქვა, რომ მან გაჩეჩილაძეს ინფორმაცია მიაწოდა მისი პირადი უსაფრთხოების შესახებ, ისევე როგორც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილსა და ზურაბ ჟვანიას. კიდევ რა ინფორმაცია მიიღო გაჩეჩილაძემ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან და რა სიტყვის სააკაშვილის ნათქვამზე ჯაყოსთან ფულის მათხოვრობის შესახებ. არ ვაპირებთ ან მიშას, ან ვანოს ვკითხოთ, ვის უნდა შევხვდეთ, სად უნდა შევხვდეთ და როდის. ეს განცხადება გაჩეჩილაძემ და გამყრეძემ ბერლინური შეხვედრის სკანდალურად გახმაურების შემდეგ გააკეთეს. რასათქმელი დაუგროვდა ამ დღეებში პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში მან და გამყრეძემ ინფორმაცია მიიღეს კალაშოვისა და ტარიელონიანის შესახებ. პირველად მესმის, რომ შენი ქვეყნის დამგრევ მტერს შენ ეძახოდე ინვესტორს და სპონსორს. ეს რაღაც ახალი დასახელებაა მტრის. ვის ერევა ერთმანეთში სპონსორი, მტერი და ინვესტორი. მიხეილ სააკაშვილის ახალი შეფასებები ოპოზიციისთვის ბათუმიდან, შეხვედრები ჯაყოსთან. ჩვენ ბოლო დღეებში ვართ მოწმე იმისა, როგორ დადიან პოლიტიკოსები ბრჭყალებში და ემათხოვრებიან საქართველოს დაპატრონების მსურველ ჯაყოს ფულს. საკნების აშენება გინდა თუ სასტუმროების, ხელისუფლების ახალი პოლიტიკური გზავნილი მშენებარე ჰაიატიდან და მთავრობის ხდომა მშენებლების ფონზე. ქართული კინო არის შერეკილები. ახალგაზრდა ბიჭი რო ერთ პროსში შეძრება და რო გამოძრება ისევ ციხეში. აი ამას გავთქვათ დღეს მიხეილ სააკაშვილს. ავშენდით ბიჭა. ასე შენებელი სახლის სახურავზე პრეზიდენტი შემომჯდარი თავისი მთავრობით არ მინახავს ეგეთი რაღაცა და მე მინდა უთხრა ყველას. არაფერიც მაგათ არ გამოვიდათ ბოლო თვეებში და არ გამოვათ აწი მithumetes. მთავარი პოლიტიკური თემები დღეს პოლიტიკურ კვირაში ყველაფერი ის, რაც მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს გარშემო ხდებოდა. ნამდვილად არ შევეკითხები არავის, ვისთან შეხვედრას გადავწყვეტ და ვისთან არა. ვერასდროს ვერ განმისაზღვრავს მე ვერც სააკაშვილი და ვერც მერაბიშვილი. ვის შევხვდე და ვის არ შევხვდე. რას პასუხობს ქართული ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებას, რომ ზოგიერთი ქართველი მოღვაწე და პოლიტიკოსი ფულს საქართველოს მტერს ემათხოვრება. ბერლინური თუ კიევური ვიკენდები და კიდევ უფრო გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირებები ამ უცხოური შეხვედრების ფონზე. მოусმინეთ პირდაპირ ეთერში ხელისუფლებას და ოპოზიციას, ლევან გაჩეჩილაძის, მამუკა კაციტაძის და ვახტანგ ბალავაძის პოლიტიკური კვირა. ღიად ამბობენ, რომ ისინი შეხვდნენ კახა თარგამაძეს იმისთვის, რომ ისგან მიიღოთ ფული და მიიღოთ რაღაც გარკვეული ინფორმაცია.
სიტუაცია. მე ტრაგიკულად და მით უმეტეს სკანდალურად არ უყურებ თქვენგან განსხვავებით ბერლინ შეხვედრას რო უყურებ სკანდალურად. გრძელდება თუ არა თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე და ვის შიფრავს და რატომ მათ უცხოურ ვიზიტებს აქვს თუ არა ოპოზიციას უფლება შეხვდეს ვისაც უნდა, სადაც უნდა და როცა უნდა. უყურეთ კვირის მთავარ თემებს დღეს პოლიტიკურ კვირაში. მაშესე დავიწყოთ ღირსით მზისით შემოგეჭრა ჯაყო ოჯახში და ეპატრონება შენს ქონებას. ყოველასე ჯაყოზე მსოფლიოში არის რამდენიმე პოლიცია, რომელიც ადრე თუ გვიან მას როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს აუცილებლად მოულის. თუ რა თქმა უნდა თვითონ არ ჩავიწერთ ოჯახში, არ გავუღებთ კარს ან არ შემოვაძვრენთ ფანჯრიდან, როგორც ამის აქტიური მცდელობა ქონდა ზოგიერთ ჩვენს ვაჟბატონს თუ ქალბატონს. ეს განცხადება ბათუმიდან გაკეთდა მშენებარე ჰაიატის ტერიტორიაზე არმატურის კონსტრუქციების, ამწეების და მშენებლების ფონზე, საკნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილის ადრესატები უდავოდ გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ბურჯანაძე იყვნენ. ხელისუფლების ტონი აშკარად გამწვავდა პოლიტიკური განცხადებების უმრავლესობის მხრიდან, ვინდა რატომ შიფრავს ოპოზიციის შეხვედრებს. დღევანდელ გადაცემაში ხელისუფლების გუნდიდან მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც აშკარად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ამ განცხადებების კეთებაში. მართლა ჯერა თუ არა რომ ოპოზიცია მტერს თხოვს დაფინანსებას და რატომ ამტკიცებს ხელისუფლების გუნდი რომ ქართული ოპოზიცია ჯაყოსთანაა გარიგებული. ვახტანგ ბალავაძე, მამუკა კაციტაძე და ლევან გაჩეჩილაძე ასეთი იქნება სტუმრების თანმიმდევრობა დღევანდელ გადაცემაში. ხელისუფლება გახსნის ეთერს. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, როგორ ჯარდებით. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ ხელისუფლების გუნდის ახალგაზრდა წარმომადგენლები იმ ყველაფერზე. გულისხმობ იმ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა ამ დღეებში სწორედ თქვენი მხრიდან. მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ახალგაზრდა კაცს, რომელიც გამოდიოდა პოლიტიკოს, პარლამენტის წევრს და აკეთებდა განცხადებებს, რომ აი თურმე ეს ადამიანები დაფინანსებას ეძებენ, აი რაღაც რუსული კვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყავით თქვენ ძალიან კატეგორიული. შესაბამისად გაგვიჩნდა ასეთი კითხვა. მართლა გჯერათ, რომ როდესაც ხელისუფლება აკეთებს განცხადებას, რომ აი ჯაყოსთან არიან გარიგებულები, მტერთან არიან გარიგებულები, მტერთან მიდიან ფულის საშოვნელად, ეს არის რეალობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მე კითხვით მინდა გიპასუხოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, კახა თარგამაძე ვინ არის? და რა წარმოადგენს? შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არის კახა თარგამაძე. კახა თარგამაძე არის ადამიანი, რომელმაც რაც გააკეთა საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ნარკობიზნესს, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ადამიანების გატაცებებს, ბანკის სისხლეობა ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და არამარტ ეს იყო კახა თარგამაძის წარსული, ასე ვთქვათ, როდესაც ის მოღვაწეობდა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში. ამის შემდგომ ის ადამიანი გადაბარგდა რუსეთში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და წარმოადგენს რუსეთის, ანუ მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებს. ხამაში მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება. იგი ამბობს, რომ იგი ბიზნესია, ბატონო. ჩვენც უსმინეთ გალბატონო ინგა, ჩვენ უსმინეთ, როდესაც კახა თარგამაძე საუბრობდა, პირდაპირ ჩართვა იყო, მე მგონი თუ არ ვწდებით, როდესაც ის ტიროდა და იძახდა სადმაკფული იყო. აქ კახა თარგამაძის ფულზე არ ელაპარაკებთ. ჩვენ საუბრობთ რუსეთის სპეცსამსახურების ფულზე. ხა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ფული რისთვის მოხმარდება საქართველოში? ხო, არა იმიტომ, რომ აშენდეს რაღაცები, არა იმიტომ, რომ კონცერტები გაიმართოს, ხო, იმიტომ, რომ რაც ვერ შეასრულეს მათ ომით, ის დაამთავრონ ფულით და კატეგორიული ხომ არ არის ეს განცხადებები. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ადამიანები, რომლებიც შეხვდნენ კახა თარგამაძეს, ამ შემთხვევაში ნებით თუ უნებლიეთ, მე არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, ნებით თუ უნებლიეთ თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამის თქმა, სულ ბატონო ვახტანგ. როგორ შეხვდნენ ეს ადამიანები მალულად, რაც ყველას მალულად დღისით მზისით მალულად შეხვდნენ, მე გეტყვით, თუ ყველ კარგად გავიხსენოთ, როდესაც მიტინგზე გამოდიოდნენ ეს ადამიანები და პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი დგებოდა, ეს ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა შევუთანხმოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეხვედროდნენ. მაგრამ იმ დროს, როცა კახა თარგამაძეს უნდა შეხვედროდნენ, მაშინ ხალხისთვის არ უნდა ეთქვათ არაფერი. ხო, ეს ერთი პირველი, რომ ისინი მალულად შეხვდნენ, მას შემდგომ რაც ჩამოვიდნენ ის ადამიანები, მათ განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ ფულზე ჩასული და მე როგორც აღმოჩნდა, ისინი მოვადრო და ვიტყვით ვისთან ითქვა. არა, ითქვა იმ ადამიანებად, თქვენს რომ იქ იყვნენ ჩასული კონკრეტულად ფულის ასაღებად, ხო, ამოსაღებად დასაფინანსებლად თავის აქციებზე თვითონ თქვენს აქციაზე. არა, მათ თქვენს შემდეგ რომ თარგამაძისგან მივიღეთ ინფორმაცია, ხოლო ფინანსებს ვისგან მივიღეთ, ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. მათ თქვენს რომ ისინი იქ იყვნენ ჩასულები ფულის წამოსაღებად. ოღონდ არ დაუსახელებიათ ვინ. მე როგორც აღმოჩნდა, ეს ყოფილა კახა თარგამაძე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც
გარკვეული თვეების მანძილზე საუბრობენ იმაზე, რომ მათ წაართვეს ღირსება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მათი ღირსება გახდათ კახა თარგამაძე. ეს ადამიანები არც მალავენ მათი პოლიტიკური პარტნიორები. თუ გაიხსენეთ, არა, დავამთავრებ თუ შეიძლება რა, ეს ადამიანები გამოდიან და ღიად საუბრობენ უკვე, რომ მათ უნდათ ამ ძველი დროის დაბრუნება. ეს ძველი დროის დაბრუნება რას ნიშნავს? ჩვენ ყველას კარგად გვაქვს. ძველი დროის დაბრუნება არ უნდათ. ისინი ამბობენ, რომ ქალბატონო ინგა, როდესაც ერთ-ერთ ტელეარხზე გამოდიოდნენ და საუბრობდნენ მათი პოლიტიკური პარტნიორები, რომ მათ ურჩევნიათ ის ძველი დრო და თვლიან, რომ ის ძველი დრო უკეთესი დრო არის. ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელმწიფოს თავრობის უпростоრად. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა, როდესაც პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ უნდათ დაბრუნდნენ იმ ძველ დროში. ძველი დროის დაბრუნება, მე მგონი ეს ძალიან აზიათებს ხო ამ განცხადებების შინაარს. ისინი ამბობენ, რომ სასტრაფოდ უნდა შეიცვალოს სააკაშვილი, მაგრამ არ ამბობენ, რომ უნდა დაბრუნდეს შევარდნაძის. ნახოთ, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ უნდათ ის ძველი დრო, ის ძველი სისტემა მათ ერჩივნათ. არიან ესეთი პოლიტიკოსები და ამავდროულად არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ ყოფნით გამბედაობა და ღიად თქვან და გაიმიჯნონ. ერთის მხრივ გამოდიან, ირაკლი ალასანიაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, როდესაც გამოდიან და საუბრობენ ჯერ რამოდენიმე კვირით ვერ გადაწყვიტეს, რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის ეთქვა თავის პოზიცია. 2 კვირის შემდეგ თუ 1 კვირის შემდეგ არ მახსოვს, როგორც იქნა მოხდა და წარდგა ქართული საზოგადოების წინაშე და განცხადება გააკეთა, რომ მე კახა თარგამაძეს არ ვიცნობ, ჩემთვის საინტერესო არ არის რაზე შეხვდნენ და მეტი არაფერი. ანუ ამით მე მინდა დანაშაული იყო ეს შეხვედრა. მე შეგახსენებთ, რომ კენტისკეში ღირსით მზისით მოდით ერთი წუთით გავიხსენოთ შეიძლება ირაკლი ალასანიაზე და კი ბატონო ბრძანით მე ბზათავა რომ გაგცეთ პასუხი. ეს ადამიანმა ვერ გაბედა და ვერ დააფიქსირა თავის პოზიცია. აი ამაზე მე როცა განუცხადე და ვთქვი, რომ ეს ადამიანი გახლავთ უხერხემლო პოლიტიკოსი, მე ამაზე ვსაუბრობ. დიახ, რატომ ამოირჩიეთ დარტყმისობი ირაკლი ალასანია? არის ორი კატეგორიის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ერთი ღიად ამბობს, რომ ჩვენ გვინდა ძველ დროში დაბრუნება და მზად არიან რომ რუსული ფული აიღონ. მეორე ნაწილი არის ადამიანებს, რომელიც საუბრობს, რომ აი ჩვენ არ ვიცით, ჩვენ კახა თარგამაძეს კი ვემიჯნებით, მაგრამ იმ ხალხს რომელიც მიდის იქ კახა თარგამაძეს ფულის ასაღებად, ისინი მათთვის მისაღები არის. აი ამაზე ვსაუბრობ. თუ გაიხსენებთ თქვენ კიდე ერთსაც ვიტყვი რა ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, როდესაც იგი გამოვიდა და თქვა, რომ იგი ემიჯნება ქუჩის აქციებს, მაგრამ მისი თანაგუნდელები იქ იყვნენ. მეორე, როდესაც ის ამბობს, რომ კახა თარგამაძეს ემიჯნება და მისი პოლიტიკური პარტნიორი და ის ადამიანი, ვინც მან იგი წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად, ხდება კახა თარგამაძე. დიდი ბოდიში. ანუ თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არიანო პოლიტიკოსები, ვინც არიან მზად, რომ თქვათ აიღო რუსული ფული, და ამი კონკრეტად გულისხმობთ ლევან გაჩეჩილაძეს და დავით გამყრეიძეს, რომ ისინი არიან მზად რუსული სპეცსამსახურების ფული აიღო. ეს პოლიტიკური განცხადებაა და მაინტერესებს რა პატარა ბავშვი არც ერთი არ ვხედოთ. და ვინც უყურა ტელევიზორს და ნახა ეს კადრები, ყველა თვალნათლივ ნახეთ, ვის შეხვდნენ ეს ადამიანები. კახა თარგამაძეს, რომელიც მე მგონი ხა ამაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ დანაშაულია კახა თარგამაძეს ძალიან დიდი შეხვედრა დანაშაული შეიძლება სისხლის სამართლიანი დანაშაული არ არის, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის და ამას მე ვერ გეტყვით, პასუხს ვერ გაცემთ, მაგრამ პოლიტიკური დანაშაული არის. პოლიტიკური დანაშაული არის იმიტომ, რომ რუსეთი ეხა ყველამ კარგად გავიხსენოთ ეს რომელ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ჩვენ. მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ მას აქვს იქ ბიზნესი და არანაირი თანამშრომლობა იგივე სპეცსამსახურებთან. ეს ქვეყანა ბომბავდა ჩვენს მოსახლეობას, თვითონ ჩვენთან გვას გვემუქრებოდა იმითი, რომ ანუ სიცოცხლე და საკუთარ სიცოცხლე ბრძოლა იყო, ხო? შემოდიოდა ამხობდა არა მარტო ამ თავრობას, იგი ამხობდა საქართველოს წერტის უსვამდა საქართველოს დამოუკიდებლობას და მათ ისინი დღესაც აცხადებენ, რომ ამას აგრძელებენ და ისინი ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. ამისთვის არსებობს ერთი გზა არის, ეს არის პირდაპირ ინტერვენცია, რაც მათ გააკეთეს უკვე და საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ქვეყნების დამხმარებით რაღაცნაირად მოხდა და შეჩერდა და ჩვენი ქართველი მეომრების დამსახურებით. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ იპოვონ აქ დასაყრდენი და ეს დასაყრდენი თქვენ ამბობთ, რომ არიან ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელი და თქვენ ხარ ჯერათ ამ თქვენი განცხადებები. მე რასაც ვამბობ, გულწრფელად ვამბობ ყველაფერს. ჯერათ რომ ისინი რუსეთთან კახა თარგამაძე, მე მჯერა იმისი, რომ კახა თარგამაძე არის რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი და იგი უწევს კოორდინაციას საქართველოში როგორ უნდა აირიოს და როგორ უნდა გაკეთდეს ცუდი. შესაბამისად, ესეთ ადამიანს რო ხვდები, მე გისვამთ კითხვას, პოლიტიკოსი, როდესაც ხვდები შენ ესეთ ადამიანს რისთვის უნდა შევხვდე? ამას თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ადამიანი რუსეთის დავალებით მოქმედებს და რუსული ფულის გამოყენება ამ ადამიანზე გავლეცდება. არა, მე ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, ბატონო ვახტანგ, აი თქვენ ხა ძალიან კატეგორიულად საუბრობთ. მე ეს კითხვა იმ დღეს დაუსვი ბატონ გოკა გაბაშვილსაც. თუ ეს კახა თარგამაძე ასეთი საშინელი ადამიანი იყო, თუ მას ჰქონდა ამდენი ბრალდება წაყენებული და მოდით ერთად გავიხსენოთ, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერის ნახევარზე მეტი ააგო სწორედ კახა თარგამაძე და მის სტრუქტურაზე.
რატომ ერთი წუთი არა მისი ცნობილი გამოსვლები პოლიტიკური თავის დროზე ეს იყო კახა თარგამაძის წინააღმდეგ და შემდეგ ირკვევა რა რომ ადამიანი რომელსაც ხელისუფლება ამდენ ბრალდებას უყენებს რომ აი თურმე ეს კახა თარგამაძე ისეთი საშინელია რომ მასთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა არის ლამის მოღალატეობა შერაცხული რატომ არ წაუყენეთ არც ერთხელ ბრალდება სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძა რატომ გაუშვა იგი სააკაშვილის ხელისუფლებამ თავისუფლად რატომ მოაწერა თავად ხელი სააკაშვილმა რომ მას უარი ეთქვა მან თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა თარგამაძე რაღაც ერთგვარი პოლიტიკური საფრთხობელა გახდა ნაციონალური მოძრაობის როცა გინდა ცუდია და როცა არა მაშინ უშვათ არა როგორ გეკადრებათ ქვეყნისთვის ეს ადამიანი არის საშიშია იმიტომ რომ ის წარმოადგენს მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებს ერთი მანამდე რაზე ჩვენ საუბრობთ კახა თარგამაძის საქმიანობაზე როცა იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ეს ყველამ კარგად ვიცით რა საქმიანობდა და თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ იმ დროს დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი კახა თარგამაძე და რა მოყვა ამას ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ ჟვანიას გადადგომა თარგამაძის გადადგომაც მან ჩვენს ეთერში თქვა რომ მეო დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით გადავდეთიო როდესაც კრიტიკული იყო სიტუაცია ეს ლოგიკური არ არის საბოლოო ჯამში მისმა ხელმძღვანელმა და მისმა დასულმა ედუარდ შევარდნაძემ უთხრა რომ ესე ჯობდა იმ მომენტში მათთვის თორე ის კაცი თავის დროა წასულა ყველას კარგად გვახსოვს ხო შესაბამისად ეს არის ერთი ნაწილი კახა თარგამაძის ისტორიის და მეორე ნაწილია როცა იგი გადაბარგდა რუსეთში რა საქმიანობდა იქ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს შეგვიძლია ამოვიღოთ ის კადრები როდესაც საუბრობს კახა თარგამაძე თავის რუს მეგობრებთან დაკავშირებით ეს ადამიანები არა ნათქვამი არა მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს თქვენი განცხადებები კახა თარგამაძის ადვოკატად მე ვერასოდეს ვერ ვივარგებ და სურვილიც არ მაქვს მაგრამ თქვენ ახლა გაქვთ მცდელობა ხელისუფლებას რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოხდეს რაღაცნაირად აი ამ შეხვედრის შემდეგ კემპინსკი მოდით გავიხსენოთ ეს არის ცენტრში სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ცნობილია რომ იქ იკრიბება ქართველობა ვინც ცხოვრობს ბერლინში და ეს არ არის ეს სასტუმრო მარტო ახლოს ისე როგორც ითქვა რუსეთის საელჩოსთან არამედ იქ კიდე თურმე სხვა ქვეყნების საელჩოებიც არის რას ნიშნავს მათ არაფერი არ ქონდა დასამალი შეიძლება და ხალბატონო ინგა დასამალი არ ქონდა როცა ვამბობთ ხო კარგად გვახსოვს ეს ხო მოხდა რამოდენიმე თვის წინ თუ კვირეების წინ ხო ყველამ კარგად გვახსოვს მათი განცხადებები როცა ისინი გამოვიდნენ არ უთხრეს ქართულ საზოგადოებას სად მიდიოდნენ რო ჩამოვიდნენ მას შემდეგ განაცხადეს რომ ისინი ჩავიდნენ იქ რომ დაეფინანსებინათ თავისი აქციები და მე აღმოჩნდა რომ ისინი შეხვდნენ კახა თარგამაძის ანუ თქვენ ამტკიცებთ რომ ეს ადამიანები ფულს ხოვდნენ უბრალოდ ფულზე მიდიოდა ამ ადამიანებმა თვითონ თქვეს ეს მე არ ვამტკიცებ ამ ადამიანები გამოვიდნენ და თქვეს რომ ჩვენ ვიყავით იქ ფულის ასახად ეს არ ამგონია რომ საკამათო თემა იყოს კარგით ამაზე პასუხს ჩვენ მივიღებთ თავად ლევან გაჩეჩილაძისგან ოდნავ მოგვიანებით დღევანდელ გადაცემაში მაგრამ აი ხელისუფლებისთვის ერთგვარ მოდათხოვ მარიქცა აი შემოვიდა ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა რუსული ფული რუსული კრიმინალური ფულის გამოყენება და აი ამ გზით საქართველოს დაქცევა შეგახსენებთ აი ამ ბერლინის სკანდალურად გახმაურებული შეხვედრის შემდეგ უცბად ასევე სკანდალურად ხმაურდება პინჩუკთან ნინო ბურჯანაძის შეხვედრა. რას ნიშნავს? მანამდე კეთდება განცხადება, რომ აი ბურჯანაძე და მისი მეუღლე თურმე რუსულ კრიმინალურ ფულს იყენებენ. მტრისხატს რატომ ეძებსო ოპოზიცია სვამს ამ კითხვას ხელისუფლება და რას ნიშნავს ეს მუდმივი ფარული შეხვედრები დაშანტაჟება ჩვენიო? ამას ვერ გეტყვით რას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს სცენარი აქ არ არის საქართველოში დაწერილი, ეს არის იქეთ. ბურჯანაძეც რუსული კვალის გაგრძელება? ადამიანები რომ ეხა პინჩუკი ვინ ესეც ხო კარგად ვიცით პინჩუკი ვინ არის? პინჩუკი სხვათა შორის ნინო ბურჯანაძემ თქვა რომ 3 თვის წინ როდესაც მან პოლ მაკარტნის კონცერტის ორგანიზება მოაწყო მიხეილ სააკაშვილი იყო პინჩუკის პირადი სტუმარი და მის სახში იყო ეგრე ნამდვილად ეგრე არ იყო მაგრამ ნინო ბურჯანაძე მისიც თქვა რომ ეგ რა მოხდაო ეხა ეგრე მედვედევს ხდება ობამაო არა სააკაშვილი იყო რა ჩასული პინჩუკთან 3 თვის წინ ამ კონცერტზე ამას გეუბნებით ხე ხალბატონმა ნინო მეგეს თქვა რომ რა მოხდა ხა მე თუ პინჩუკ შევხვდიო ეგრე რომ ობამა მედვედევს ხდება ხა მაგ ლოგიკით თუ ვიარეთ შორს ვერ წავალთ ხო ფაქტია ტრის ხაც არავინ არ ქმნის გაბატონო აქ რაზეა საუბარი რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან მოდის დაფინანსება და როგორ ფინანსდება ოპოზიცია ვის თხოვენ ფულს და რა ფულია და რისთვის არის ეს ფული ეს ადამიანები გამოვიდნენ და უთხრან საზოგადოებას ხო გამოდიან უთანხმებენ როგორც თვითონ ამბობენ მიტინგებზე ყველა თავის ნაბიჯს გამოვიდნენ შეუთანხმონ წინასწარ არც კითხვის ნიშნები არ იქნებოდა ამდენი მაგრამ ამ ადამიანებმა იციან რომ ქართულ საზოგადოებამ უკვე გაიარა ეს კარგად და ჩვენ ყველას კარგად გავხსოვს რა იყო ქალბატონო ინგა ჩვენ გვახსოვს დავამთავრეთ შეიძლება ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რა იყო როგორ ჩაერია რუსეთი რა მოხდა ერთი პრეზიდენტის შემთხვევაში ხო
ყველას კარგად ზუსტად გამსახურდიაზე მაქვს საუბარი, რა იყო რუსეთის ფაქტორი აქ და ვინ მიიღო დიდი მონაწილეობა, ხო ამაში. ვარდების რევოლუციის დროსაც ჩაერია რუსეთი, ივანოვი ორჯერ იყო ჩამოსული. თავის დასმულს მოაკითხა და წაიყვანა, ხო? ხა ეს მათი დასმული იყო და ეს ყველამ კარგად იცის. თქვენს მეც და მე მაქვს საუბარი შევარნაძეზე, არა, გავიხსენოთ იგივე ივანოვი საპროტესტო აქციაზე უკაცრ, არა, ნოემბრის ამბები მაქვს მე მხედველობაში, როდესაც ჩამოვიდა და წაიყვანეს თავის დასმული ადამიანი მეთქე დორ შევარნაძე. ანუ წაიყვანეს მე იმას გულისხმობ, რომ გადააყენეს. ჩათვალეს რომ ალბათ ის სწორედ მე ვერ გეტყვი ისინი რას ფიქრობენ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, ჩვენ არ ვქნით არავისგან საფრთხეებს, იმას რა ვქო, ბუებს, ისე რომ ვთქვათ, უბრალოდ ეს ადამიანები მალავენ, არ ეუნებიან ქართულ საზოგადოებას, თუ არ თვლიან საჭიროდ რომ ჩვენ გვითხრას აქ იყო გაჟერდა, მე მგონი რომ ჩვენ არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის ჩავაყენოთ საქმეში, არც არავინ არ თხოვს ჩვენ არ შევთავაზებთ ჩვენს შეხვედრებს. არც თხოვს არავინ და არც არავის არ აინტერესებს ეს ერთის მხრივ. ისინი სადმიდიან, თუ ეს მათი პირადი საქმეა. მაგრამ აქ პირად საქმეზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი და არის საუბარი რუსეთზე. ჩვენ ტერ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონო ინგა, როდესაც შეხვდები ადამიანებს, შეიძლება ნინო ბურჯანაძის მებასოხე არ ყოფილა სააკაშვილი, პინჩუკი გავიცანიო სააკაშვილისგან. ფეროდან დაწყებული კიდევ სხვა ობიექტები ამ ადამიანის ხელში ვამის გადავიდა. არ ვიცი რომ შეადარა თავისთავი, მაგრამ თქვა რომ რა მოხდა ხა მედვედევს თუ ხდება ობამაო, იყო ნამდვილად იყო ჩასული, ოღონდ პინჩუკთან არ ყოფილა ჩასული, იყო ჩასული იმ დროიდან პრეზიდენტის დაპატიჟებით. ხა იმ პრეზიდენტთან ერთად ვინ იყო, ეს ცალკე თემა არის და ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. რაც შეეხება ამას, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ხა რომ დავასრულოთ თქვენის ნებართვით, საფრთხეს ქნიან ეს ადამიანები, უქნიან არა ამ ხელისუფლებას, არამედ ამ ქვეყანას. იმიტომ რომ კახათ არგამაძე, პინჩუკი, ეს ადამიანები ვინ არიან, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საერთოდ მიდის ამათი ბოლო. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურებას. ესეც ახალი არაფერი არ არის, რაც ახლა მე თქვენ მოგახსენეთ. შესაბამისად, ადამიანებმა უნდა გამოვიდნენ და ღია თქვან, რას აპირებენ, რა უნდათ. გასაგებია, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თუ შეიძლება. არავის საქმე არ არის, ჩვენ ვის შევხვდებით. ვანო მერაბიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს ჩვენ არ უკითხავთ. ესეთი განცხადება გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ლოგიკური იყო მათი აი ეს პასუხი, რომელიც გაეცა ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს. რატომ უნდა თქვენ მოითხოვთ, რომ აი გამოვიდნენ და თქვა, რატომ უნდა ჩააყენოს საფრთხის გულში? ქართული საზოგადოებას უნდა უთხრა. თავისთავად ის კადრები რომ გავრცელდა ბატონო ახლა ნიშნავს თუ არა ეს იმას ადასტურებს თუ არა რომ ოპოზიციის ლიდერებზე არის გამალებული თვალთვალი, მათი ყოველი ნაბიჯი იშიფრება, რომ მათზე არის დევნა კი არა და თვალთვალი პირდაპირ დავარქვათ, იგივე მოსასმენი აპარატურის სკანდალი, რომელიც ამ დღეებში გახმაურდა თუ გნებავთ. ანუ მთლიანად ყველაფერი ისმინება და ყველაფერი ფიქსირდება, სადაც ეს ადამიანები გადაადგილდებიან. რატომ? არაფერი არ ისმინება და ფიქსირდება, მე ნამდვილად ვერ გეტყვით. ის კადრები ვისი ჩაწერილია და ჩემთვის პირადად ამას მე მგონი და არც არავისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ვის მიერ არის ჩაწერილი. თავარი არის იმ კადრზე რა არის ასახული და რისთვის იყვნენ ეს ადამიანები ჩასული. ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამბობენ რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მათ შორის ძალიან საინტერესო ლევან გაჩეჩილაძის პირადი უსაფრთხოების შესახებ. ვინ აფინანსებდაო ნაციონალურ მოძრაობას, სხვა შორის კრიმინალური ავტორიტეტების გვარები დასახელდნენ. ეს ადამიანები არ ერიდებიან ხანდახან ტყუილის თქმასაც და რაღაცა რეალური ფაქტები რო იყოს ძალიან ბევრი კი ბატონო შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ბევრი დავამთავრებ და კი ბატონო გეტყვით როდესაც თუ მათ რამე აქვს კონკრეტული ამას იტყოდნენ რაც შეეხება იმ მოსაზრებას რომ ეს ადამიანები მათ თავალთვალის ქვეშ არიან და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამ ადამიანებს არავინ არ უსმენს ეგ ერთი მეორე კიდე ეს ადამიანები უკვე რაღაცა ნაწილი გამოდის და ღიათ ამბობს ამას რაც უნდა მოსმინა გამოდის და ამბობს ღიათ რომ ჩვენ გვინდა იმ დროში დაბრუნდეთ ის ძველი დრო უკეთესი არის იქ არა ვიღაც ის შეიძლება უკეთესი არა შეიძლება ისინი უბრალოდ იხსენებენ რომ არანაკლებიო დანაშაულები ხდება ეხლა უფრო მეტი თუ არა მოდი შეგახსენებ გირგვლიანიდან დაწყებული რობაქიძე ვაზაგაშვილი გამცემლიძე ფაკაძე ის ბავშვები თავის სურათები რომლებიც გაიღუპნენ იგივე თქვა აი სპეცოპერაცია იყო თუ სხვადასხვა ფაქტების დროს ძალიან სამწუხარო ფაქტი ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. მე უბრალოდ ერთი ფაქტი გავიხსენე. და სხვაც რაც ჩამოთვალეთ ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მოდი თუ ობიექტურობაზეა ლაპარაკი, მოდი
ვკითხოთ იმ ოჯახებსაც, კახა თარგამაძის მინისტრობის დროს ათეულობით კი არა, ასეულობით ადამიანი მოკლული რო იქნა, ფანჯიდან რო გადმოყრილი იქნა და ამაზე კაციშვილი ხმას არ იღებდა. მე მახსოვს, ახალი მემარჯვენეები გითხრათ რა, კარგად მახსოვს, როდესაც ზურაბ ჟვანია ითხოვდა კახა თარგამაძის გადაყენებას, ახალი მემარჯვენეები როგორ ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინ არ ქონდათ მათ ეს კითხვები და არ გაჩვენიათ, რომ ის იმ ადამიანების ოჯახებში არ მისულან და არ უკითხეთ და არ მოუკითხიათ რა მოხდა. ეს გაახსენდათ დღეს? აზრიადებთ, რომ ეხლა გეტყოდათ ნებისმიერი თქვენი ოპონენტი სხვა ჩვენი სტუმარი და იგი ალბათ ისაუბრებს ამ თემაზე. აუცილებლად გითხოთ, ისინი თუ ჩემთვის პასუხის გაცემა არ უნდათ, მე ამას რა თქმა უნდა არ ვთხოვ, ქართულ საზოგადოებას გაცემ პასუხი. უთხრან ღიად, დაწყებული ირაკლი ალასანიათი, დამთავრებული გამყრელიძე. კი ბატონო, აი 2 წუთი დაგვრჩა და მაშინ მე ვთხოვ ბატონ მამუკა კაციტაძეს სტუდიაში შემოგბრძანებას და აქვე ალბათ თქვენ მიიღებთ პასუხს. ბატონო ვახტანგ, მინდა გადაგიხადოთ, ძალიან დიდი მადლობა და აი ხა მე თქვენს წინ ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ვკითხავ მას. რატომ უჭერდით მაშინ კახა თარგამაძეს მხარს? რატომ ეწინააღმდეგებოდით მის გადაყენებას, როცა ასეთი მძიმე დანაშაულები ხდებოდა ქვეყანაში, ბატონო მამუკა? ეს ხელისუფლების სურვილია, რომ ასე წარმოაჩინოს დღევანდელი ოპოზიცია. ერთი კონკრეტული ფაქტი, ან ახლა, ან ოდესმე დაასახელოს ხელისუფლებამ, თუ უნდა პირადად ბატონმა ვახტანგმა, როდესაც მემარჯვენეების მხრიდან ღია მხარდაჭერა ფიქსირდებოდა, ან თუნდაც ფარული თარგამაძის მიმართ. ერთი კონკრეტული ფაქტი. კარგია თქვენ თოროთ ღია თუ ფარული, მე ფარულზე მე შეიძლება ბევრი მსმენი ამას მე მოგახსენებ. ღიასთან დაკავშირებით მოგახსენებ. თქვენ გემახსოვრებათ თუ არა არ ვიცი, ზურაბ ჟვანია, როდესაც ითხოვდა კახა თარგამაძის გადადგომა. იქიდან ადგილიდან პლენარული სხდომიდან, როცა ყვიროდნენ ზურაბ ჟვანიას გახსოვთ? ანუ ხარდაჭერა არის, ხარ გეკითხებთ, გახსოვთ თუ არა თუ დავამტყროთ. უყვიროდნენ ახალი მემარჯვენეები. ახალი მემარჯვენეები. ზურაბ ჟვანიასთან მიმართებაში ახალ მემარჯვენეებს ჰქონდა ჩვენი წინააღმდეგობა, რაც შეეხება კახა თარგამაძის მხარდამჭერი გამოსვლები პარლამენტში არ ყოფილა ჩვენის მხრიდან. თუ ეს ჩემის მხრიდან არის არასწორი ინფორმაცია, მაშინ ვთხოვ ვახო ბალავაძეს, რომ წარმოადგინოს ამის ღია მტკიცებულებები და თუ ეს მტკიცებულებები არ აქვს, მაშინ ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს სილისამებისათვის. მე ბოდიშის მოხდა, რა თქმა უნდა, არ მივიდები, მაგრამ უკეთესი იქნება ბოდიშის მოხდა, მე მგონი თქვენ გუნდს უფრო მოუწევს ქართული საზოგადოება. არა, ეგ ერთი საკითხი, მე ამას ნამდვილად შეგიძლია თქვენთან ნახოთ და გითხოთ, თქვენ მანახეთ, ხო იცით ეს დავით გამყრელიძეს იყო თუ არა იგი კახა თარგამაძის ხარდამჭერი, გითხოთ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც არ ყოფილა, რომლებიც იყვნენ სხვაგან, გითხეთ იმ ადამიანებს და გეტყვით თქვენი ბევრჯერ მაქვს დამიჯერეთ. ბევრჯერ მაქვს ნაკითი. ბოდიშის მოხდა რაც შეეხება, ბოდიშის მოხდით გაწყვეტინებ, ბოდიშის მოხდა რაც შეეხება, ბოდიში ჩემი აზრით უნდა მოუხადოს თქვენმა ლიდერმა ქართულ საზოგადოებას კახა თარგამაძესთან შეხვედრის გამო. დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ. ბატონო ვახტანგი, უბრალოდ მას მინდა ვთხოვ, მე მესმის თქვენი პოლიტიკური პარტიის ინტერესი, ხელისუფლების ინტერესი, მაგრამ მაინც მოერიდეთ ზედმეტი პასუხისგებლობების აღება, თორე ის ბოდიში, რომლის მოხდაც შეიძლება მე თქვენ მოგიწიოთ, მათ გამო. თქვენ ახლა პრინციპში არ ახართ არაფერ იმდენად შუაში. არ იქნება მაინც და მაინც სასიამოვნო ახალგაზრდა კაცისთვის. თქვენი ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება წინ გაქვთ, ამიტომ გაითვალისწინეთ ის ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს ხვალდაზე. წარმოადგენს შეგნებულად იმ პოლიტიკურ გუნდს და მე ვარ პასუხისგებელი იმ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაზე, რომელსაც მე დიდი მადლობა, ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშინ ხელისუფლების გუნდიდან ეს იყო ბატონი ვახტანგ ბალავაძე, მე კი განვაგრძობ საუბარს მთავარ თემებზე მამუკა კაციტაძესთან. ბატონო მამუკა, ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომელიც გაისმის ხელისუფლების მხრიდან. მოდით დავიწყოთ პირდაპირ საუბარი. ხელისუფლების ტონი გამკაცრდა, გახდა ძალიან მწვავე და გახდა ძალიან გამოკვეთილად კრიტიკული, ისეთი როგორიც ბოლო პერიოდში თითქმის აღარ იყო, მას შემდეგ რაც ლიდერები დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე კადრებით იხილა მაყურებელმა კახა თარგამაძესთან შეხვედრაზე. რა სიტყვით ოპოზიციამ წააგო თუ არა ეს თამაში? მიპასუხეთ პირდაპირ და ღიად. მე მგონი მე ინგა არაზროს პირდაპირ პასუხს არ ავრიდებულ ვარ, მით უმეტეს თქვენთან. პირდაპირ გეტყვით უპირველეს ყოვლისა ერთ რამეს, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც იმ თემის ნომერ პირველ თემად უკვე კვირებია მიმდინარეობს აჟიტირება და ამის ტირაჟირება, რასაც ქვია სკანდალური შეხვედრა ბერლინში და ამ დროს ისეთი თემები, რომელიც მე ვფიქრობ, ტირაჟირება ხელოვნურად მიმდინარეობს, გინდა. სხვადასხვა ძალიან გაღიზიანებული მეჩვენებიან ოპოზიციის ლიდერები ამ თემაზე, როცა საუბრობენ, რატომ?
გაღიზიანებისას. არა, აბა რატომ ეს რას ნიშნავს ხელოვნური? თქვენ წარმოიდგინეთ სააკაშვილის გუნდიდან ვინმე რომ შეხვედრო და იგივე კახათ არ გამაწეს რას იზამდა ოპოზიცია. საქმე ის გახლავთ ინგა რომ დღეს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პრობლემები, მე ვიტყოდი პირველ ხარისხოვანი პრობლემები სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რომელზედაც მიმაჩნია რომ უნდა მსჯელობდეს ქართული საზოგადოება, თუ გნებავთ მედია საშუალებები. მე მიმაჩნია რომ ბერლინის ეგრეთ წოდებული სკანდალური შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არის ის რაც ხდება საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ ის რა რეზოლუცია მიიღო გაერომ საქართველოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში. უფრო მნიშვნელოვანია ის, როდესაც გაეროს მისია, ეუთოს მისია ტოვებს და უკვე დატოვა წარმომადგენლობა საქართველოში, იგივე მიდის საუბარი იგივესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიზიაზე. მაშინ, როდესაც აგვისტოს მოვლენების შემდგომ უფრო და უფრო იწევს საქართველოს საზღვარი შიგნით და არაკონტროლირებადი ზოლებით 18 კილომეტრიანი, 20 კილომეტრიანი ხშირდება საქართველოში, ეს არის წალენჯიხის რაიონში, ონის რაიონში, ყაზბეგის რაიონში, ხევსურეთში. ამაზე რატომღაც ესეთი აჟიტირებული საუბარი არ ხდება. მე არ ვიცი რატომღაც. არა, რატომღაც როგორ? ამ ყველაფერთან არის კონტექსტში მაპატიეთ ის შეხვედრა, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხელოვნური ტირაჟირება ხდებაო. ერთი წუთით. ხელისუფლება გამოდის და ამბობს, დიახაც მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა დგას კიდევ საომარ სიტუაციაში. მაშინ, როდესაც მტერი გვებრძვის და კარს გვადგას, ამ დროს ოპოზიცია მიდისო და ხვდება ადამიანს, რომლისგანაც მან უნდა მიიღოს რუსული სპეცსამსახურების ფული. ნება მიბოძეთ, ეს ჩავთვალო ჟურნალისტების საქმეთ, რომ ამ თემას უწოდონ მათ თუნდაც 3 კვირის მანძილზე მთავარი თემა. რა არის ჭორი? ეს თქვენი ნება. ჭორი რა არის, ბატონო? ჭორია ის, რომ კახა თარგამაძესთან ფულთან დაკავშირებით იყო შეხვედრა. ეს არის ჭორი. რატომ უნდა დაგიჯეროთ მაყურებელმა, რომ არის ჭორი? როდესაც ჩვენ მოვისმინეთ იგივე ლევან გაჩიჩილაძის განცხადება, რომ ჩვენ ვიყავით ფინანსების მოსაზიდად. არა, ევროპაში. ითქვა. ეხლა არ ვიცი თუ რუსეთი, ევროპა და დასავლეთია ამ ხელისუფლებისთვის ევროპაში მოხდა შეხვედრა კახათ არგამაძესთან, რატომ მაგრამ შეხვედრა დაფინანსებასთან დაკავშირებით მოხდა იმ საქართველოს მოქალაქეებთან, ქართულ ბიზნესმენებთან, ვისაც აქვს სურვილი დააფინანსონ ოპოზიცია და ამაში ცუდი არაფერი არ არის. თქვენ თავად ეკითხებოდით ეხლა აქ თქვენ სტუმარს, ჩემს წინ ვინც ბრძანდებოდა, შეხვდნენ ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები კახათ არგამაძეს. მერე რა? არა, მე მას ვესაუბრებოდი თქვენი არგუმენტებით, რომელიც მაინტერესებს. ასევე თქვენთანაც არსებობს ძალიან ბევრი. თუ კახათ არგამაძე არის მე რა, მათ გაგვჩეს პასუხი, რომ ეს არის ადამიანიო, რომელიც მუშაობს რუსულ სპეცსამსახურებზე, ჯერ კიდევ იმ დროიდანო, როდესაც იგი იყო მინისტრი და რუსული სპეცსამსახურების ფული, რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გატარება უნდა მოხდეს. თუ გახსოვთ, მე მას რამდენჯერმე ვთხოვე, რომ დაეკონკრეტებინა და მან თქვა, რომ პრაქტიკულად გამყრეიძე და გაჩეჩილაძე იყვნენ ამ ინტერესებში. ეს მისი აზრია, უფრო სწორედ მისი დავალებაა, პირდაპირ გეტყვით. ხო, აღარაფერს ვიტყვი ალასანიასთან დაკავშირებულ მომენტზე, უკაცრავად, მაგრამ რაღაცნაირად, როდესაც ირაკლი დაბრუნდა ამერიკიდან და ეს ახალგაზრდა ნაციონალების კომენტარები წავიდა, რაღაცა ფინიებს რომ მიუქცევენ დაუშვათ ადამიანს რაღაც ისეთ. ეხლა არ მითხრათ კორექტულად, ძალიან გქონდ ადამიანი, რომელიც ოპოზიციის მისამართით აცხადებს ჯაყოს, მე მას კორექტულად ვერ დაველაპარაკები, უკაცრავად. ეს თქვენ დიახ, ხო, პრეზიდენტი ჯაყოში იგი გულისხმობდა რუსეთს თუ არ ვცდები საქართველოს მტრებიო, არ მგონია რომ ეგულისხმობდა ჯაყოსთან თანამშრომლობაზე და ჯაყოსთან სათხოვნელად მისულ პოლიტიკოსებზე საუბრობდა. ეხლა მაღაზე არ მინდა მოვცდე აქ უბრალოდ ამოიღეთ, როდესაც მან ჯაყო როგორც კოლექტიური გაგება, ასეთი რამე წარმოთქვათ. ეხლა ვინ არის კოლექტიური ჯაყო? ეს კიდე საკითხავია. სხვათა შორის ჯაყო თავისი ქცევით სხვადასხვა თვისებებით ხასიათდება და მთელი საქართველოს რომ მარგოთ აქციეს როგორც ასეთი ჯაყოებზე მე ვილაპარაკოთ მაშინ მათთან მიმართებაში. ამიტომ პიროვნება რომელიც ასე მოგმართავს ჩვენ მე მათთან ვერ ვიქნები იმ დონეზე კორექტული, რასაც ნორმალური სიტუაცია შეიძლება იმსახურებდეს. მაგრამ დაუბრუნდეთ იმ თემას და სასურველია რომ რაღაცნაირად ამოწუროთ. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ შეხვედრასთან მაინც ასეც ქვია. დღევანდელი დღის მთავარი თემა ეს არის. ბატონო, გასაგებია, მე გითხარით, სასურველი იქნება რომ მომავალში ეს თქვენი უფლებაა, როგორც თავისუფალი ჟურნალისტისა, რომ ესა თუ ის თემა თავად აირჩიოს. მე თემას ვაშუქებ, რაც არის მთავარი თემა. გასაგებია, მესმის, მაგრამ ის თემები, რომელიც მე ჩამოთვალე, არ ამგონია მეათე ხარისხოვანი იყოს. არ ამგონია იყოს მეათე ხარისხოვანი მეთქი. მათ შორის 7 ნოემბრის შემდგომ 6 მაისის, 15 ივნისის თემები ის რომელსაც დღეს რომელზედაც მსოფლიო ლაპარაკობს საქართველოსთან მიმართებაში მე საუბარი მაქვს თავისუფლების სახლის
შეფასებებზე, დემოკრატიასთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან, მედიის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. ეს თემებია ასევე, ხო? რა საკვირველია და ამ თემებს ჩვენ ვეხებით ყველა გადაცემაში, ამის ახლა გამეორება აღარ რაც შეეხება ბერლინის სკანდალურ შეხვედრას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, ეს შეხვედრა შედგა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ინგა, რომ ეს არ იყო ფარული შეხვედრა, როგორმე ფარულად რომ ზდომოდათ შეხვედრა, შესაძლებელია ისე შეხვდე ადამიანს, რომ სხვადასხვა კამერებმა ვერ დაგაფიქსირონ და ღია კაფეში არ დაждდე რესტორნის. ან რესტორნის წინ 15 წუთი არ გარჩერდე და არ ილაპარაკო. მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ კახა თარგამაძეს ვესაუბრე, დღეს დამირეკა მან მოსკოვიდან, როდესაც ნახეო ანონსიო, რაღაც სურვილი გაუჩნდა რომ გადმოერეკა და კიდევ ერთხელ შეეხო საუბარს, ჩვენი საუბარი იმ თემას, რომ მან თქვა რომ აი ამ კემპინსკის გვერდით არ არის მარტო რუსეთის საელჩო, ანუ კიდევ ერთხელ მოხდა ეს ხაზის გასვლა, მაგრამ გახსოვთ აჟიტირება, რომ კიდევ სხვა ქვეყნის საელჩოებია. შედგა შეხვედრა კემპინსკში, რომელიც 200 მეტრით არის დაშორებული რუსეთის საელჩოდან. და იცის ვინმე საერთოდ რომ 100 მეტრით არის დაშორებული საფრანგეთისა და ინგლისის საელჩოები. ამაზე იყო სწორედ საუბარი. კარგით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა? მოდით რა მამუკა მიპასუხეთ გულწრფელად. კახა თარგამაძე იქცა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ ერთ-ერთ კომპრომატად. თქვენ დამიდასტურებთ თუ არა რომ თარგამაძე არის თქვენი პოლიტიკური პარტნიორი? მიზანი არის დღეს ხელისუფლების მთავარი მიზანი არის რომ მაშინ როდესაც ის თავად არის კომპრომეტირებული სოფლიო საზოგადოებაში და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ აქ არ არის მხოლოდ მისიების გაუქმებაზე საუბარი, კონკრეტულ რეზოლუციებზე საუბარი. ელემენტარულად, როდესაც საქართველოს მთავარ ხელისუფალს საზღვარგარეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის საფეთქელთან მიტანითა და დატრიალებით მოიხსენიებენ, როგორცაც მე არ მინდა ეხლა ეს ჟესტი რო გავიმეორო, შეუძლია ყველამ განახორციელოს. საზღვარგარეთ ასეთია დამოკიდებულება. იქაური პოლიტოლოგები, იქაური ანალიტიკოსები. დამისახელე, თქვენ წეღან ეუბნებოდით ვახტანგ ბალავაძეს, ფაქტი მითხარიო და იგივეს გეკითხები. გვარებით გსურთ რომ დაგისახელოთ. ფაქტი საინტერესო ალბათ მაყურებლისთვის, როცა მისი ქვეყნის პრეზიდენტზე არის საუბარი, ვინ მოიხსენიებს? თუნდაც ჟურნალ შპიგელში უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული სტატიები და შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით ხასიათდება ესე, რომ ეს არის გაუწონასწორებელი, ანაპროგნოზირებადი და შეურაცხადობასთან მიახლოებული ხელისუფლება. შეგიძლიათ გაჩვენოთ ეს სტატია. მე დავამთავრებ თუ შეიძლება თარგამაძესთან დაკავშირებულ ეპოპეას პოლიტიკურს ნაციონალებიდან გამომდინარე. მე შემთხვევით არ მithქვამს, რომ მე რა რომ შევხვდა კახა თარგამაძეს მეთქი. მაშინ როდესაც პოლიტიკოსები მე არ დავაკნინებ და ბჭყალებს არ ვიტყვი სააკაშვილისგან განსხვავებით მათთან მიმართებაში. ამბობენ რომ ის არის ნარკოტრაფიკის კონტროლერი იყო მთავარი. ის იყო ყველა კორუფციაში ჩართული, ის იყო ბიზნესების მაკონტროლებელი და ასე შემდეგ. მოდით პირდაპირ კახა თარგამაძე და ნებისმიერი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხაზგასმით ვამბობ. ქვეყანაში რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ხერხემალი, ან რკინის კაცების ადგილი არის ყველა მინისტრი ოდიოზური და იქნება ასე. მანამდე სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პრიორიტეტული სამინისტრო. ისე ხო, სხვა ეს ძალიან საინტერესო დეტალი იყო, რკინის კაცი და ქვეყნის ხერხემალი ერთად ვანამერავის ხო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაზე გავლენიანები არიან, ხო, ამ პოსტზე მყოფი ადამიანები, ბატონო მამუკა. ანუ იყო თუ არა ეს ადამიანი რა ბრალდებასაც უყენებდნენ, ნამდვილად დამნაშავე ამ ყველაფერში. არანაირად არ მაქვს სურვილი, რომ რაღაც დოზით მაინც თქვენ თავად აღნიშნეთ წეღან, აქ მე თქვენ სტუდიაში ვიყო კახა თარგამაძის ადვოკატი. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შევარდნაძის მინისტრის ადვოკატი ვიყო. თუმცა სულ გადანაშაულებენ ახალ მემარჯვენეებს მასთან ალიანსში და პარტიის შექმნაზეც კი ითქვა, რომ იმ მინისტრის ადვოკატი არ მინდა ვიყო, რომელსაც სააკაშვილმა 99 წლის არჩევნების შემდგომ არჩევნების კარგად ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა. არ მინდა ჩვენ უნდა გქონდეს საშუალება, შემდეგ პროდიუსერს მინდა ვთხოვოთ თუ არის საშუალება ეს ცნობილი გამოსვლა მე წინა გადაცემაში გამოვიდა. იმ არჩევნებზე ნაძალადევის რაიონში ადამიანი გარდაიცვალა ცნობისათვის. და აი ამ ფონზე სააკაშვილმა როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა მოქალაქეთა კავშირის ერთ და იგივე პრინციპში მადლობა გააკეთა, რომ მეო დაღუპული ადამიანის მიმართ იყო ეს გამოთქმული, ხო? თუ არ მადლობა?
არა, პოლიცია ზოგადად, არა, უკაცრავად, ზოგადად პოლიციასთან მიმართებაშიო გაკეთებული ჩემი განცხადება არ ნიშნავდა მადლობას კახა თარგამაძის მიმართ. ჩვენ მე მგონი გვექნება საშუალება ორივე გამოსვლა მოვისმინოთ, ერთიც და მეორეც ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მე რატო გეკითხებით? მივიდა ბეჟუან, არა, რატო? ძველი გამოსვლა ეხლა როგორ განმარტება შეიძლება ეს თარგამაძე? ეხლა შეცვალა ის გამოსვლა და იმიტომ. მაგრამ დავასრულებ თუ შეიძლება, დავასრულებ, მაპატიეთ რა. თქვენ მე მკითხეთ ხო, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ის იყო ამის და ამის ჩამდენი და ასე შემდეგ. არსებობს ამაზე მოსაზრებები და ეჭვები? ხომ არსებობს? 2001 წელს ამ 80 აკვიატებული მაქვს. 2001 წელს ტოვებს თანამდებობას თარგამაძე. შემდეგ ტოვებს საქართველოს. მასზე არსებობს ეჭვები, რომ იგი არის ამის ჩამდენი და იმიდან ფანჯრებიდან ხტებოდნენ ადამიანები. ფანჯრებიდან ხტებოდნენ ადამიანები. ამასაც ამბობს, სხვა შორის ამ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა. ფანჯრებიდან ხტებოდნენ ადამიანები მაშინ, ხომ? სამინისტროსა და სამმართველოს ფანჯრებიდან. დღეს სამინისტრომდე და სამმართველომდე არც კი მიყავთ დამნაშავეები. მათ პირდაპირ ქუჩებში ანადგურებენ. ასე გაანადგურეს გირგვლიანი, ასე გაანადგურეს რობაქიძე, ასე გაანადგურეს ვაზაგაშვილი, ასე გაანადგურეს შავაძე, ასე ანადგურეს. რა თუნდაც სამინისტროში მიყვანა, როცა შეიძლება ქუჩაში მოკლა. იმიტომ რომ ნულოვანი ტოლერანტობა ლიკვიდაცია ადგილზე. ეს არის სააკაშვილის შეძახილები საქართველოს პარლამენტში. მე იმ პარლამენტში ვიჯექი მაშინ. და ამას ადარებთ სიტუაციას მაშინდელს ღმერთმა დამიფაროს. თქვენ კი არა, ისინი ადარებენ. ღმერთმა დამიფაროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიყო თარგამაძის ადვოკატი მეთქი, მაგრამ თუ ეს დანაშაულებები არსებობს, თუ არსებობს მტკიცებულებები, არც დღეს არ არის გვიან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. რაზედაც ძალიან ლეგიტიმურია ეს შეკითხვა. ორი გადაცემის განმავლობაში მე ამ კითხვას უსვამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ სტუდიაში, რომ რატომ არ მოხდა, რატომ არ აღიძრა საქმე ამ ადამიანის მიმართ. პასუხები თქვენ მოისმინეთ. პასუხს გაძლევთ. ეს არის სტატია ბატონი შოთა უტიაშვილისა ალეაში გამოქვეყნებული. ეს არის ანალიტიკური სამსახურის უფროს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც პასუხს აძლევს იგივე კითხვაზე. არ იყო მტკიცებულებები, თორემ ახლაც რომ იყოს მტკიცებულებები, ახლაც აღძრავდით საქმეს. ეს არის მათი მოსაზრება, ლაპარაკია ნაციონალ პოლიტიკოსებზე. რამდენიმე წელია საუბარია იმაზე, რომ ამ კაცის სახელი დაკავშირებულია ნარკობიზნესთან. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არ გვაქვს მტკიცებულება, რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებებს, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი ანალიტიკური სამსახურის უფროსი. ეხლა ამიხსენით თქვენ მე, სად არის სიმართლე? უტიაშვილში თუ ბალავაძეში? რომელიც ერთი გუნდის წევრები არიან. არ შეკითხვას თავადვე უსვამ, რატომ არ არის აღძრული საქმე. ყველა წარმომადგენლებს ხელისუფლებისას, ვინც კი ამ სტუდიაში მოდის. არსებობს ეჭვი, საქმე უნდა აღიძრას დღეს. იმ შემთხვევაში თუ თარგამაძე და ბუნებრივია ის არის რუსეთის მოქალაქე, არსებობს ინტერპოლის მცნება და მისი დაკავება რუსეთში თუ არა, ბოლოს და ბოლოს ბერლინში შეიძლებოდა კემპინსკის სასტუმროში. თუ ის დამნაშავეა, ასეთ შემთხვევაში მე მივმართავ ხელისუფლებას, აღძარით საქმე, ან მორჩით საუბარს. ან ერთი ან მეორე. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 4 წუთი ლევან გაჩიჩილაძე უკვე სტუდიაში იმყოფება და ვიდრე მე მას შემოვიყვან მე მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. ბატონო მამუკა, მივიდა ბეჟუაშვილი პარლამენტში და შემდეგ გვახსოვს ჩვენ გაკეთებული განცხადებები, ჯერ ეს კადრები არ იყო ცნობილი, არც კახა თარგამაძე, არც ბერლინური შეხვედრის, იგივე ნინო ბურჯანაძე და პინჩუკის თაობაზე. ხო, არ ვიცი. თუ გაიხსენებთ კადრს, დათო გამყრელიძე ყურადღებას აქცევს იმ ადამიანს, ვინც კამერით იღებს. კახა თარგამაძე თქვა ეთერში რომ შევნიშნეთო, მაგრამ არა, რისკი რა მინდა რომ მკითხოთ და შემდეგ უცბად ცელდება ეს კადრები. ნუ თავისთავად გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ხელისუფლებას უკვე ეჭირა ხელში ეს გადაღებული კადრები შესაძლებელია. მაგრამ იქვე გაიჟღერა ლევან მამალაძის სახელმა და გვარმა. მე მაინტერესებს, უნდა კონდეს თუ არა მაყურებელს მოლოდინი, საზოგადოებას მოლოდინი, რომ მოახლოეს პერიოდში შესაძლებელია თქვენი ლიდერების სხვა შეხვედრებით, თუნდაც იგივე ლევან მამალაძესთან გახდეს ცნობილი. ანუ რას უკავშირებთ აი ამ განცხადებებს გივი თარგამაძის გელა ბეჟუაშვილის? ეს იყო შემზადება საკითხისა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ეს კადრები და უბრალოდ გააზავეს ეს სიტუაცია. მარტო თარგამაძე რომ ეხსენებინათ, უკვე გასაგები იქნებოდა ყველაფერი, გააზავეს მამალაძესთან მიმართებაში. მე პირდაპირ გპასუხობ, ინგა, რომ ახალი მემარჯვენეების ლიდერების მხრიდან მამალაძესთან რაიმე ტიპის კონტაქტი, კადრი, არაკადრი, ფარული ღია და ასე შემდეგ გამორიცხულია. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ოპოზიციას, მაპატიეთ მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. არა, ლევან გაჩიჩილაძეს დავუსვამ მე კონკრეტულად ამ შეკითხვას და მე მინდა ბოლოს დაგისვათ ერთი ასეთი კითხვა. ჯაყო
ძალიან გააღიზიანა ოპოზიცია ალბათ, ხო, ამ არა, შეფასებას. როცა ჯაყოს გიწოდებს, მაშინ არის გამაღიზიანებული. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება დღეს უფრო თამამად აკეთებს იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ იგივე მშენებარე ჰაიატის მიმდებარე ტერიტორიიდან კი არა და მშენებლობიდან, სადაც მშენებლები ჩადნენ ამწეებიც და კონსტრუქციებიც და ასე შემდეგ და მან გააკეთა ასეთი განცხადება. თქვენ ეძახით მასკარაც, მაგრამ ეს იყო ესეთი განცხადება გაკეთებული. გინდათ საკნები, აირჩიეთ საკნები, გინდათ მშენებლობა. აი მე ვდგევარ ეხლა ვზივარ ჩემს მთავრობასთან ერთად აქ. რა სიტყვით, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მაყურებელმა, რომელიც უყურებს ამ მასკარაც, როგორც თქვენ ამბობთ, და ან დავარქვათ როგორც ამ მთავრობის ხდომას, აქციებს და ასე შემდეგ, მართლაც გააკეთოს რაღაც ერთგვარი არჩევანი თავისთვის. დაიჯერებს ამას მაყურებელია თუ არა, ამაზეა ხო ალბათ გათვლილი. ადამიანი ფიქრისთვის გაუჩენია ღმერთს და არჩევანისთვის, როგორც ესეთი. ძალიან კარგია, მან უნდა აარჩიოს, რა ჯობია. ოპოზიცია ჯობია თავისი ბრძოლით, თავისი წინადადებებით, თავის შეთავაზებებით, თუ ეს ჩემი მოსაზრებაა, თუ ის ჯამბაზობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბათუმიდან. სხვათა შორის რომ იცოდეთ ეს ჩემი ინფორმაცია, უკან რომ მუშაობდნენ, ბეტონს რომ ზელდნენ, კუდის თანამშრომლები, რომ იცოდეთ რა. დიახ, კუდის თანამშრომლები. იმიტომ რომ დღეს უმიწევს დაასახელეთ, ვინ იყო სახელი მითხარით? არა, სახელ რას მეკითხებით? არა, როგორ უნდა არა. არაფერი, პირდაპირ გეუბნებით. მეკითხებით, როგორ უნდა დამიდასტუროს რომ კუდის თანამშრომლები? 5-7-8 მეტრის მანძილზე, მთავრობის ხდომა ზურგს უკან სააკაშვილს ვერ მიუახლოვდები, იქ იყვნენ კუდის თანამშრომლები აჭარისა და თბილისის ეს ინფორმაცია თავად კუდის თანამშრომლები გადაცმულები მშენებლების ფორმაში. ბუნებრივად თუ გახსოვთ ის ამწერო ტრიალებდა უგულავას რო შეეშინდა ეს რა მოდისო. ეს კადრებია ელემენტარული. მე სხვათა შორის კომუნისტების დროს არ მახსოვს მსგავსი ტიპის სპექტაკლი, ესეთი ჯამბაზობა, ესეთი მასხარაობა, რაც ვნახე ამას წინათ და თუ აი ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება მიმზიდველი გულწრფელად ვწუხვარ ამასთან დაკავშირებით და შევდივარ მათ მდგომარეობაში და გული მწყდება რომ ამ ტიპის მოაზროვნე ადამიანები ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ეხლა მეუბნება პროდიუსერი რომ უკვე მზად არის ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ ნახოს როგორ უხდიდა მიხეილ სააკაშვილი მაშინ მადლობას პარლამენტში ის ცნობილი გამოსვლა. ყურადღება მეაქციონი დეტალს. ოპოზიციას ეგონა რომ რაღაც გამოუვიდო და ვერაფერიც ვერ გამოვიდა. პირველ კლასელები რომ საუბრობენ დაახლოებით. მან ეხლაც იგივე თქვა. სიამოვნებით მოусმენთ თქვენ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მას შემდეგ რა ჩვენ ამ გამოსვლას ვნახავთ არქივიდან და შემდეგ უკვე მის შეფასებას ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან პატარა რეკლამის შემდეგ უკვე იქნება თავად ლევან გაჩიჩილაძე და ძალიან ბევრ შეკითხვას რომელიც არსებობს სწორედ ამ შეხვედრასთან მიმართებაში, ამ შეკითხვებზე პასუხს თავად მისგან მოვისმენთ. მე არ შემიძლია არ დავეთანხმო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ წინადადებას და მე აქ მინდა თქვა, რომ მართლაც იყო უბედური შემთხვევა გულის შეტევით გადაიცვალა ეს ადამიანებზეც საუბარი იყო, მაგრამ მე არ მინდა განსაკუთრებით არ აღვნიშნო, რომ იმ შეტაკებების დროს, რომელიც იყო ამ კონკრეტულ რაიონში თბილისში, ძიმედ დაიღუპა პოლიციის ძიმედ დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი. და რატომღაც ამაზე ჩვენ ლაპარაკობთ ყველაზე ცოტას. და მიუხედავად ამ ძიმე პრობლემებისა, ჩვენმა პოლიციამ, სამართალდაცვამ ორგანოებმა გააკეთეს გამოიჩინეს ნამდვილი გმირობა. რომ არ დაუშვეს მასობრივი არეულობები, არ დაუშვეს მასიური გამოსვლები და დესტაბილიზაციის ცდილობები და პირველ რიგში თუ ხელისუფლებამ ხალხმა უნდა დააფასოს სწორედ ამ ადამიანების გმირობა, რომელიც მართლა მკერდით გადაეფარენ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს წესრიგს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ სამართალდაცვა ორგანოებს ამ არჩევნების დროს, მათ შორის გამოჩენილი გმირობის მაგალითებისთვის. რატომღაც ყველაზე ბოლოს ჩვენ ვიხსენებთ ამ ხალხს. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე უარყოფითი ფიგურა განსახიერება ყველანაირი სისაძაგლის ყველელი კორუფციის სისტემის შემქმნელი საქართველოში საქართველოს ტრების სამსახურში პირდაპირ ყოფნი ძიმე შრომაში გატარებული ბავშვობა გემი პუშჭა მე საკუნელო უყურებ ვალევი უშვებ წყალზე მე მოყავს გახდება 5 საათი უყრი დავგვი ნაკეუყრი მე დავალევი კარებ დავკეთავ და ადგილ სახში მითი და კამერის ობიექტივით დანახული რეალობა დიდი კაცი რომელიც პატარაა ჯერ და იმ დიდი კაცის შრომას ასრულებს რაც როლოდა შეიძლება ელემენტარულად დიდმა ადამიანმა ვერ გააკეთოს იმ ხელში შრომა და იმ ხელწვალება რაც მას აქვს თვითონ ეს. რაზე ოცნებობს 11 წლის აბურა?
ეს ვალები რო არ ქონდეს და რაღაც ამდენი საქმე რო არ ქონდეს, რას გააკეთებდი? ყოფილი დოქტორი ზამთარი ყოფილიყო ვიცურამამდე. ზაფხული ყოფილიყო ფეხბურთი ვიტამაშობდი. გოგონავისთვის ეს დიდო ცინცაძემ ფილმის სცენარი შეცვალა. შენ უფრო თამაშობდი ამ გმირს თუ რაღაცა იყავი ისეთი როგორიც ხარ, აი ბუნებრივად შენ თავს თამაშობდი? არა, ჩემ თავს არ თამაშობდი, მან რა თქმა უნდა ვთამაშობდი. სულ არა, მან ჩემ გმირ თითქმის აი ნაღლიანი, ჩაფიქრებული და ესეთი იყო. მე ეგეთი არ ვარ. და ლიკა მარტინოვას ასრულებული ოცნება. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ყოფილიყავი კაი მხატვარი. ცოტა ვიშრომე და აგე შევიქცე. რეჟისორის აღმოჩენა 8 თვიანი უშედეგო კასტინგის შემდეგ. ეძებდი ბიჭ, რომელიც მე არ მომეწონებოდა. ანუ თედორო ნახეთ არ მოგეწონა? თედორო ნახე არ მომეწონა და მე ვთქვი, აი ესაა ჩვენი გმირი. და პატარა თედოს საოცარი თავგადასავალი კინოსა და რეალურ ცხოვრებაში. და კინოთეატრში პირველად ვიყავი ბერლინში. და დიდ ეკრანზე დავინახე ჩვენი ფილმი. რაღაც ბედნიერების ზეგრძნება მქონდა. ორბეთის გოგონში პოპულარული გახდი? ორბითი გოგონები და არიან. ბავშვები კინოსა და რეალურ ცხოვრებაში. ნახეთ გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. როდესაც ჩამოვიდა, რატომ არ გააკეთა განცხადება საკუთარი მხარდამჭერების წინაშე, რომ იგი შეხვდა კახა თარგამაძეს. ლევან გაჩეჩილაძეა ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვ, დაიკავოთ თქვენი ადგილი. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოთ სწორედ ამ შეკითხვით. ოპოზიციის ძალიან ბევრი წარმომადგენლისგან მე მოვისმინე ამ დღეებში განცხადება, რომ აი რაღაც ხელოვნური ტირაჟირება ხდება თემის, ძალით სკანდალის შექმნა და ასე შემდეგ. მე მინდა თქვენგან მივიღო კონკრეტული პასუხები. როდესაც გამოვიდა ლევან გაჩეჩილაძე და თქვა, რომ მე ვიყავი ფინანსების მოსაძებნად ევროპაში და არაფერია იმაში ცუდი, თუ კი ვინმე დააფინანსებს ოპოზიციას და ეს იქნება ღია და გამჭვირვალე. მაგრამ რატომ არ თქვით ამის პარალელურად, რომ კახა თარგამაძეს შეხვდით? მით უმეტეს ამტკიცებთ, რომ თქვენ დაინახეთ, რომ იქ ვიღაც გიღებდათ. უპირველეს ყოვლისა, მთელ საქართველოს მივესალმები, დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ყველა პოლიტიკურ გიენას პასუხს არ გავცემ. იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურ გიენას პასუხი რო გავცემ, მაშინ ვეტერინარი უნდა ვიყო და ამის გაკეთებას არ ვაპირებ ნამდვილად. ვისი მისამართით იყო ახლა ეს? პოლიტიკური გიენა ვინ არის? არცებობენ პოლიტიკური გიენები არიან ადამიანები, რომელსაც მიცემენ კონკრეტულ დავალებას და იციან თუ არ იციან ეს თემა, არიან თუ არა კვალიფიცირებული ამ თემაში და პროფესიონალები, მაინც აკეთებენ. კი ბატონო, მოდით მე დაგისვათ შეკითხვას, თქვენ რომ არ მოგიწიოთ დიენებზე კომენტარის გაკეთება, თუ მეც არ მწვლით რა საკვირველია ერთ-ერთი აუცილებლად მიპასუხებთ იმედს. დიდი მადლობა. მაშინ დავიწყოთ, რატომ არ თქვით არაფერი, რომ შეხვდით კახა თარგამაძეს? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. ისაუბრეთ ფინანსებზე, არაფერი თქვით თარგამაძეზე, რატომ? კაცო, არ შეიძლება რომ დაუშვათ, რომ ლევან გაჩეჩილაძე იყო ორი საქმისთვის წასული, იყო ფულის მოსაზიდად წასული და კახა თარგამაძესთან შესახვედრად წასული. რა აროგიკურია აქ რამე, არ შეიძლებოდა რომ ეს მომხდარიყო თუ რა არის? არა, შესაძლებელია ეს იმითმაჩნდება ეს კითხვა, რომ იგი არის ძალიან სკანდალური თავისთავად ფიგურა და ოპოზიციას როგორც კომპრომატი ისე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და სკანდალური ფიგურა იქნებოდა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პირდაპირ გეტყვით პირველი მტერი იყო იმ ახალგაზრდების, რომელსაც იმ დროს უყურებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა შევარდნაძე იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი მოდიოდა ქვეყნის დასანგრევად. ეხლა ეს ესე იყო და ამას ვერავინ ვერ წაშლის. ეს არის მეხსიერება. სხვა შორის მე ისიც მინდა გაგახსენო, რომ მე ვარ ის კაცი, ვის დადგენილება წავიკითხე პარლამენტის ტრიბუნიდან, კახა თარგამაძის და მთელი მთავრობის გადასაყენებელი, როდესაც ნოემბრის კრიზისი იყო რუსთავიორთან დაკავშირებით. მე წავიკითხე, ის იყო, იმიტომ მახსოვს ეს შემთხვევა, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ერთადერთხელ პარლამენტში ზურა ჟვანიას მერე ვთქვი სიტყვა. მთელი ცხოვრება მაგისთვის ვიბრძოდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მერე მეთქვა სიტყვა და არ გამომდიოდა მარტივ. თქვენ ძალიან გიყვართ ყოველთვის ბოლოს სიტყვა რომ მარტივ მიზეზის გამო რომ ის იყო. ყველა გადაცემაში ეს არის ხოლმე ლევან გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მთავარი პირობა. PR ტექნოლოგიის ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აქედან გამომდინარე ყველა კითხვას უნდა გაცე პასუხი, რასაც წინ და წინ ვიცი რომ პოლიტიკური გიენები დაგაბრალებენ და ამიტომაც ჯობია რომ იშვიათად გამოვიდე, მაგრამ გამოვიდე იმ დროს, როდესაც ვიქნები ბოლო, რომ
მქონდეს ამის საშუალება. ეხლა რატო არ ვთქვი წინასწარ რომ შევხვდი კახა თარგამაძეს, იმიტომ რომ ვიცი რა უსამართლო პოლიტიკური გარემო და თუ გნებავთ მე უსამართლო პოლიტიკური გარემო გავარჩიოთ ქვეყანაში რატო არის და როგორ არის, მე ვთვლი რომ უსამართლო პოლიტიკური გარემოა გამომდინარე პოლიტიკური პოლიციიდან და გამომდინარე პოლიტიკური ტელევიზიებიდან, ეს არის უსამართლო პოლიტიკური გარემო, ყოველთვის უნდა დაელოდო შენი პოლიტიკური ოპონენტის დადგმულ სცენარს და იმის მიხედვით გააკეთო რეაგირება. წინასწარ რომ მეთქვა, იქნებოდა სხვა სცენარი და შეიძლება და რეაგირება სხვა ყოფილიყო. არ ვთქვი იმიტომ რომ დაველოდე მათ მიერ დადგმულ სცენარს და იმის მიხედვით ვიცი რა გორისაბი არიან და ვიცი ვინც არიან და კი ბატონო ლევან, მაგრამ ეს სცენარი თავისთავად წარიმართა ვისთვის მომგებიანად, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ვსვავე ხა ამ შეკითხვას? ხელისუფლება გამოდის და ამბობს რომ კახა თარგამაძე ჯერ კიდევ მინისტრობის დროს თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან და ეხლა ვისმენთ ამ დღეებში რომ ამ ადამიანთან შეხვედრა ავტომატურად ნიშნავს მით უმეტესო რომ გაჩეჩილაძემ ფინანსებზე გააკეთა განცხადება რომ რუსული სპეცსამსახურების ფულის მიღებაზე იყო საუბარი თარგამაძესთან. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ადამიანს თავში რაც აქვს ისე ფიქრობს ზუსტად რას აქვს სააკაშვილს და მერაბიშვილს თავში რომ ნებისმიერ ბინძურ ფულს მოკიდებენ ხელს ისე ფიქრობენ ლევან გაჩეჩილაძეზე და დათო გამყრელიძეზე. ბინძური ფული იქნებოდა თარგამაძის ფული რომ სპეცსამსახურებიდან მიღებული ფული ეს არის ბინძური ფული. როდესაც ფიქრობ სახელმწიფოებრივად, მაშინ ფულის წარმომავლობაც უნდა აღიაროს სხვათა შორის მინდა თქვენ თვითონვე თქვა საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში ფულზე წასვლის აღიარება ეს არის პირველი. ეგეთი რამე არ ყოფილა და საერთოდ ეს პრეცედენტი არა გეთანხმები ძალიან სკანდალური იყო თქვენი განცხადება როდესაც ეს პრეცედენტი საქართველოში უნდა დაინერგოს ეს პრეცედენტი რომ დაინერგოს საქართველოში და საერთოდ ძველი საქმეებიც გამოეძიოს ვინ ბინძურ ფულს კიდევდა ხელს ვინ არ კიდევდა ბინძურ ძალიან კარგი იქნება საქართველოს მომავლისთვის ამაზე უნდა დაგისვათ ჩვენი შვილების მომავლისთვის რა და რაც შეეხება კახა თარგამაძესთან შეხვედრას კახა თარგამაძეს შემომითვალა მე რომ ჩვენთან ქონდა ძალიან სერიოზული საქმე ხა მან თქვა ეთერში რომ ეს ეხებოდა თქვენს პირად უსაფრთხოებას ერთ-ერთი შეხვედრის მთავარი თემა იყო ესო ხო იყო მთავარი თემა ეხებოდა და სხვადასხვა ინფორმაციები თუ როგორ აქვს აკრძალული ბიზნეს ფულის მოცემა ქართულ ბიზნესმენებს რუსეთში ზუსტად ისევე როგორც საქართველოში იყვნენ საქართველოს აქ უკვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო ჩემი უსაფრთხოება ჩემ უსაფრთხოებაზე აქ ლაპარაკს ვერ დავიწყებდი ხა მე ოჯახი მყავს შობლები მყავს ჯერ ესეთი რამდენად სერიოზულია, არასერიოზულია. მაგრამ მან თქვა ბატონ ლევან, რომ ესო დაახლოებით იყო იგივე, რაც მე ინფორმაცია თავის დროზე მივაწოდე ბადრი პატარკაჩვის და ზურაბ ჟვანიაძეო. მე მინდა დღეს მოვისმინო თქვენგან. მე თქვენ პოლიტიკურ შეფასებებს კი არ გთხოვთ. მე მინდა დღეს მაყურებელმა მოისმინოს რა ინფორმაცია მიიღო ისეთი ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ, რომ გიღირდათ გაგერისკათ თუნდაც შემდეგ აი ამ სკანდალს. კარგი, რა გითხრათ მან ბადრი პატარკაჩვიზე და ზურაბ ჟვანიაძე და თქვენზე? არა, ზუსტად ისევე მითხრა ესევე უთხარი ბადრი პატარკაციშვილს რომ აპირებდნენ მის ლიკვიდაციას ისრაელშიც კი ჩაუფრინდი ამის გამო მოკლულიაო იგიო ნუ ლიკვიდაციას ახლა მე არ ვიცი ამას იურისტი არ გიქეთ როდესაც საუბარი იყო ამ თემაზე მოკლულია ლიკვიდაცია არის მოკლა აბა ახლა სხვა კაცი არა ჩვენ ვიცით ოფიციალური ვერსია და ამიტომ არა თავი არ მოუკლია ხო თავი არ მოუკლია მე უბრალოდ მინდა რომ სამართლის გარეთ არ გავიდე ხა მე არ შემილია სააკაშვილივით რაღაცები ვაბრალო ჩემი ხა და მე თავის დროზე ეგეთი განცხადება გავაკეთე ხა ადამიანს გულს გაუხეთქავ შენი ქცევით თუ ადგები და ტყვიას ესვრი ეს ვიცი რომ ეს არის ერთ და იგივე ჩემთვის ახლა ბადრი პატარკაციშვილი ცევით გულის გახეთქვაზე იყო აქ საუბარი თუ არა მე გეკითხებით პირდაპირ ეს ადამიანი ოფიციალური ვერსია რაც იყო რა ინფორმაცია მიიღეთ თქო თარგამაძისგან ამ ვერსიას ორივე ადამიანი არის მოკლული ვის მიერ ახლა ეგ არ ვიცი ვის არა ახლა ვის მიერ არ კონკრეტულად ვინ მოკლა თქო თვითონაც არ იცის მე მგონი ახლა მე არ ვიცი შეიძლება იცის და თქვას მაგრამ ვის აწყობდა ეს იყო დღეს ვის აწყობს ცნობილი ადამიანის სიკვდილი არის რუსეთი ეს არის ხელისუფლება ეს არის რა ვიცი ბევრი მტრული ძალები სახელმწიფოსი არამტრული ძალები ეს მთელი დიდი სფეროა განჯისა და საერთოდ სამართალდამცავი ორგანოებისა რომელიც მათ უნდა გამოიძიონ თუ ყავს ჩვენ სამართალდამცავი ორგანოები მაგრამ არა ყავს ეხა იმდენ თვით სამართალდამცავი ორგანოები ჩვენს ქვეყანაში აღიარებენ თავისივე ტყუილს ორგანო რომელიც სამართალს იცავს და სამართალი ხო რა არის არ უნდა იტყუებოდე სამართალს რო იცავს
გამოდის მისი მოადგილე და მოვიტყუე ორი კვირის წინ იძახის და რომელ სამართალდამცავ ორგანოზე კარგით, ბატონო ლევან, რა ინფორმაცია მიიღეთ პირადად თქვენზე? ეს არის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ საუბარია პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, ამ შემთხვევაში ლევან გაჩეჩილაძეზე, ადამიანზე, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთი ლიდერი და რომელზეც არის საუბარი, რომ შესაძლოა მომავალშიც ის იყოს ერთიანი, თუ კი ასეთი რამ შედგება, ოპოზიციის ლიდერი. როდესაც კახა თარგამაძეს ხვდებით და ასეთ სერიოზულ ინფორმაციას გაწვით, რა გითხრათ, რომ ხელისუფლებიდან მოდიოდა ეს საფრთხე, თუ ვიღაც კიდევ სხვა ძალა? საქართველოში დღეს არის ისეთი მყიფე სიტუაცია, საქართველოში გამომდინარე ხელისუფლების დამსახურებიდან, ეს არის იმდენად მძიმე სიტუაცია საქართველოში, რომ სერიოზული ფიგურის ან პოპულარული ფიგურის ზეწოლა, რა ვიცი, პროვოკაციის მოწყობა, ლიკვიდაცია ხელს აძლევს საქართველოს მტრებს. ეხლა საქართველოს მტრებად ვინ შეიძლება განვიხილოთ დღეს, ეს არის სათვალავი, ხო, მილიონი ვის უჭირს. ანუ კონკრეტული არ ყოფილა, თქვა მითითებული, მისგან ელოდა ლევან გაჩეჩილაძის. მე მაგალითად ხშირ შემთხვევაში მგონია, რომ ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლებას ჭირდება საქართველოში დესტაბილიზაცია. რაც მოვიდა ჩემო კარგო ინგა ხელისუფლებაში, იმის მერე დესტაბილიზაციის გარემოა. იარაღის შეყრა, წამლის ჩაგდება, ხალხის ცემა ტყეპა, დაჭერა, რა ვიცი, ასეულობით ბომბის სხვადასხვა ადგილზე აფეთქება, საბოლოო ჯამში საომარი მოქმედებები, ეს ბიზნესის დატერორება, არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო. ეხლა რუსულ ფულზე რო ვლაპარაკობთ რა ეხლა. ამას ყველაფერს თქვენ გიტრიალებენ, ბატონო ლევან. არა, მე გეტყვით რატომ? ერთი წუთით, კახა თარგამაძე ადამიანიო, რომლის მიმართაც არსებობდა ამდენი ბრალდება. რასაც თქვენ ამბობთ. მე მიტრიალებენ, იმიტომ რომ უსამართლო მედია გარემოში. მე მიტრიალებენ ქართველო ხალხო, ეს იმიტომ და ოპოზიციას უტრიალებენ, იმიტომ რომ თქვენ დაგაზომბონ და თქვენი ტვინი გამორეცხო. მაგრამ კადრები ხომ ნახა ამ ძირფასმა კადრ შევხვდი კაცო, კაც ხო. ხო და ამას გიტრიალებენ, თქო რომ კახა თარგამაძეს თუკი აღარ მუშაობს. ჩემთვის დამთავრდა ის დრო, როდესაც რუსთავი ორის შიშით მე კონტაქტი გავწყვიტე ბადრი პატარკაციშვილთან. რო არ გამეწყვიტა საქართველოსთვის უფრო მეტ და კარგ საქმეს გავაკეთებდი. დამთავრდა ეს დრო. დღეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი აზროვნება, უფრო რისკიანი ნაბიჯების გადადგმა. კიდე ერთხელ ვიძახი, რუსეთში წავალ, თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდა. სოხუმში და წავალ, ცხინვალში და წავალ. დამთავრდა ეს, რომ მე მეშინ და ღიად წავალ, რომ მეშინია ეხლა მე რაღაცის გაკეთება და ამის პასუხის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი და პასუხისმგებლობას ვიღებდი მთელს საქართველოს მოსახლეობაზე და მთელს ქვეყანაზე და კახა თარგამაძესთან შეხვედრა რა ის არის. არა, მე კიდევ ერთხელ გამიმეორე, ბატონო ლევან, მე ამ შეკითხვას სვავ, თუ ეს ადამიანი იყო დამნაშავე, რატომ არ დაიჭირე თქო, ანუ არა, რუსულ ფულსაც არ გვინდა გითხარით სამართალდამცავი ორგანოები თვითონვე აღიარებენ თავის ტყუილს. მეტი ეხლა დავიხე იძახონ იმათ, თეთრზე შავია, შეიძლება ერთთვის მერე თქვათ, რომ ვიტყუებოდით, ხო მოვიტყუეთ, რომ ორი კვირის წინ არ გვიხმარია ტყუიები. ხო იყო ზღულაძემ ხო თქვა, სიტყვა მოვიტყუეთო თქვა. კარგით, მოდი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა. ეხლა მეტი სამართალი სიტყვა, ეხლა ქართული სიტყვა, კიდე კაი ის არ არის რუსული რა. თელასი, მადნეული, კვარციტი, ენერჯი ინვესტი, აზოტი, ბილაინი, ლუკოილ საქართველო, იტერა საქართველო, ხრამი 1, ხრამი 2, ტრანსჯორჯიან რესურსის, თბილისის წყალი, ენერგოპრო ჯორჯია, ტყვანი ენერგეტიკა, VTB ბანკი საქართველო და ძალიან ბევრი ღვინის ქარხანა, ვაგონ შემკეთებელი ხამ სიას ეს არის აი რუსული კაპიტალი საქართველოში. მომეცით ეს რუსული კაპიტალი საქართველოში ჩამონათვალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც ამ შეკითხვას ვსვავთ ხოლმე, კონკრეტული ფაქტების დასახელებაზე, როდესაც მიდგება საქმე, შესაძლებელია ერთი ან ორი თქვათ მაგალითი წავიდა, როგორ წავიდა, რანაირად წავიდა, ვიჯიბეში წავიდა და როგორ დაიხარდა. კარგით, მაგრამ აქ საუბარი არის რუსულ კრიმინალურ ფულზეო, რომლის შემოტანაც უნდა ოპოზიციას. მე შეგახსენებთ, რომ თქვენს მიმართ წამოყენებული აი ამ პოლიტიკური თუ ისე ბრალდების იქით უფრო ადრე იყო ნინო ბურჯანაძის. ჯერ თქვით, რომ ოპერატიული სამსახურები, ეხლა იძახით, რომ კრიმინალური ფულია. მე უბრალოდ ვერ გავიგე. არა, კრიმინალური რუსული ფული, რომელიცო შემოდის საქართველოსიო, ეს განცხადება თქო, გაკეთდა მანამდე, ვიდრე საერთოდ ეს ერთი წუთი დავასრულებდა მიხვდებით, ვიდრე თქვენი ცნობილი ეს შეხვედრის კადრები გახმაურდებოდა, მანამდე კრიმინალურ ფულზე გაკეთდა თქო განცხადება ნინო ბურჯანაძესთან და მის მეუღლესთან მიმართებაში. ანუ ბოლო პერიოდის მთავარ თემად იქცა ეს. მე ახლა ამ შეკითხვას გისვამთ რატო, ბატონო ლევან, კრიმინალურ ფულზე, როდესაც კეთდება განცხადებები, ამ დროს თქვენ
თქვენგან ვისმენთ, რომ ჩვენო მივიღეთ ინფორმაცია იგივე კრიმინალურ ავტორიტეტებთან რაღაც ერთგვარ კავშირებზეო, ხო, ნაციონალური მოძრაობის თავის დროზე. მე მინდა თქვენგან ახლა მოვისმინო ამაზე პასუხი. რას იტყვით, რატომ დაიწყო ზოგადად ამ რუსული კრიმინალური ფულის შემოსვლაზე, თუ კი იგი არის არარეალური საუბარი ხელისუფლებამ და თქვენ რა ინფორმაცია მოგცათ კახა თარგამაძე. სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვლევა ის და კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ვარ ის კაცი, რომელმაც პირველად თქვი სახელმწიფოს საქართველოს მშენებლობის დღეს და სინამდვილეში ამ პროცესში, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკოსები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები უნდა იყოს გამჭვირვალე დაფინანსებული. სანამ მე ეს არ ავთქვი, ამაზე ვინმე დარდობდა? თუ მამოწმებენ მე, შეამოწმო ნაციონალური მოძრაობა, გასული წლების, რადგან კრიმინალური ფული იყო. იყო თუ არა იქ ონიანის ფული, იყო თუ არა იქ კალაშოვის ფული. მე როგორც ვიცი კი, ეხლა ეს თარგამაძემ გითხათ, ხო, მაგრამ სამართალდამცავ ორგანოებმა უნდა შეამოწმონ და საკუთარ შვილს თავს ხო არ მოჭრიან, კაცო. სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც იძახიან, რომ ვიტყუებით, ეხლა საკუთარ შვილებს დაუწყებენ თავის მოძრაობას. ხელისუფლებას, რომელიც პირიქით აი ამ ადამიანებთან კრიმინალურ სამყაროსთან უნდა გამოცვალოთ ხელისუფლება, რომ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს, ამ ქვეყანაში თავისუფლებამ იზეიმოს, ამ ქვეყანაში ადამიანი ოჯახი კეთილდღეობა იგრძნოს და თუპი და მეტყვი გამდიდრდეს თავისივე შრომის, ენერგიის და ნიჭის საფასურად, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდება ხელისუფლების გამოცვლის შემთხვევაში. და ერთს ვიტყვი ძალიან გთხოვინდა, იმიტომ მე მინდა შენზე მეტი ვილაპარაკო დღეს. არ გაქვთ ამის საშუალება. და როგორც წესი ჩემზე მეც საუბრობთ ხოლმე. თუ მომცემ კი? და წესით ასეც უნდა იყოს. კარგით, გავჩუმდებით ისმენ. მე მინდა გითხრა, აი გულწრფელად გონია, სახელმწიფო როგორც ცოცხალი ორგანიზმი დღეს არის უფუნქციოდ. ფუნქცია აღარ აქვს. უფუნქციოდ არის ქვეყნის შიგნითაც და უფუნქციოდ არის ქვეყნის გარეთ. რაში გამოიხატება? სახელმწიფო ხელისუფლება თავის საქმეს განაგრძობს, მთავრობის ხდომები ტარდება, გასვლითი ხდომები, მშენებლობების ფონდზე. გამოიხატება იმაში, რომ უდიდესი ეკონომიკური კრიზისია და ხალხი ღარიბდება და საჭმლის ფული აღარაა. გამოიხატება იმაში, რომ უდიდესი დესტაბილიზაციის პროცესია და ბომბები ფეთქდება და ომია და ომის პირობებში ვართ. გამოიხატება იმაში, რომ გარეთ აღარავინ აღარ გვეკითხება ობამა და მედვედევმა თუ არ მოილაპარაკეს რა ეშველება საქართველოს, არავინ აღარ გვეკითხება ქართველებს რა ეშველება საქართველოს. იქ სარკოზი იყო, იქ მერკელი იყო, ასე არ არის? ესია ფუნქცია ორგანიზმს დაკარგული აქვს. როდესაც ცოცხალ ორგანიზმს გნებავთ ორგანიზაციას, რაც გინდათ ის დაარქვი, ფუნქცია აქვს დაკარგული, მის პირობით თავმჯდომარე დავარქვათ, კოლმეურნეობის უფროსი თუ ვინც გინდა ის დავარქვათ, იმასაც ფუნქცია დაკარგული აქვს. თავარი დღეს არის, რომ ის ადამიანი აი ამ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც კომაშია და შესაძლებელია რომ გაცოცხლდეს, მოვაშოროთ უსისყოდ და უმტკივნეულო დაკავებას. მაგრამ თვითონ ხელისუფლება ასე არ თulis ბატონებად და იგივე მთავრობის ხდომა, რომელიც მე ვახსენე, ძალიან მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა თქვენი მისამართით აღარ გავიმეორებ იმ ტექსტებს, რა ტექსტებითაც გავხსენით დღევანდელი გადაცემა. ჯაყოსთან კავშირი, ოპოზიციიდან ზოგიერთი ვაჟბატონი და ქალბატონი, რომელიც ამ ფულის სამათხოვროდ დადიან. ანუ მე მინდა მოდი ესე ერთხელ ისა რა ქვია კომენტარები მთხოვეს ამ მემაზე რა ქვია აი მთავრობის ხდომასთან დაკავშირებით და ნუ ასის რა ვქნა ეხლა უაზრობაზე არა მაქვს კომენტარი და ვაი მიკელე ვაი თქო ესე ვთქვი რა და ეხლა თუ გნებავთ თუ ძალიან მთხოვთ თქვენს და თუ გნებავთ სააკაშ მეცავალ რომელიმე სახლის სახურავზე და დავიხურავ კასკას შევკრიბა ოპოზიციას და ვიტყვით რომ კი ბატონო სანამ სახურავზე ახლავთ მანამდე შავნაბადაზე ასვლაზე მინდა კითხოთ როდესაც მშენებლობაა ეს მშენებლობაა იმ დროს როდესაც დანგრეულია ადამიანის ნერვები დანგრეულია მედიცინა დანგრეულია განათლება იმ დროს როდესაც ადამიანის უფლებები დანგრეული კი არა ფეხქვეშ გათელილია იმ დროს ეკონომიკა დანგრეულია პიროვნების მორალი ფსიქიკა ღირსება ეს არის მშენებლობა სახურავზე უნდა დაჯდე რა ქვია იმას არ ვიცი სპეციალური ქუდი რაღაც ისიც არ ეხურათ მე მგონი რამე რომ თავში არ მოხდეთ ეს უნდა გააკეთო всё აშენებთ რა ეს არის ფუნქცია მხოლოდ დღეს აი ამ ცოცხალი ორგანიზმისა რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს არის მხოლოდ ეკრანზე
ეკრანზე ჩანს ეს ფუნქცია. სხვაგან არ არის. კითხვა მინდა დაგისვათ, როდესაც ხვდებოდით შავნაბადაძე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთზე, მას თუ უთხარით, რომ თქვენ აპირებდით წასვლას იგივე ფინანსების მოსაძიებლად, რომ გებრძოლათ მისი ხელისუფლების ჩამოსაგდება. ეხლა მაკლია, ეხლა მიხეილ სააკაშვილს უთანხმო, სად მივდივარ, სად დავდივარ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. მეტი საქმე არა მაქვს. ვინც უთანხმებს, კიდე ისინიც ბევრია, მე თუ მკითხავ რა. ანუ არაფერი მსგავსი ამ თემაზე უთანხმებს, ისინიც არიან ძალიან ბევრი და ყველას მინდა უთხრა, თუ გაქვთ საშუალება, ნუ აბრუებთ ამ კაცს. ნუ ბოლო სართულზე მაინც საშიშია ჯდომა, მაინც თან ესე ხუდის გარეშე. კარგით, მოდით ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ. კახა თარგამაძემ ასევე თქვა, მე მინდა რომ მაყურებელს მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უთხრათ, რაზე იყო საუბარი. მან თქვა, რომ აი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე იყო, ხო, რაღაც საუბარი. ანუ იგი როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მინისტრი გიზიარებდა საკუთარ შეხედულებებს. რა სიტყვით ბატონო ლევან და კიდევ ერთი აპირებს ბოლოს და ბოლოს მართლა ეს ადამიანი პოლიტიკურ პარტნიორობას გნებავთ თქვენთან სხვასთან არა აქვს მნიშვნელობა, რადგან შედგა ეს შეხვედრა. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ კახა თარგამაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, ყოველს იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მე მან ესეთი რამე მითხრა, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, როდესაც საქართველოში მოვა ახალი ხელისუფლება, ხალხის დობით და კრედიტით აღსავსე ხელისუფლება. ამის ვარიანტი კიდე ფუნქცია დღესაა დაკარგული, მაგრამ ამ ფუნქციას ის შეიძენს. აუცილებლად შეიძენს, იმიტომ რომ ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს. ისტორიული სამართლიანობა არ არის ყველაზე შენს მძიმე და საშინელ მტერს, ზოგჯერ ლილიპუტი, ზოგჯერ ეს უძახო, ზოგჯერ ის უძახო. ძალიან მკვეთრი უნდა იყო, მაგრამ ამ დროს უნდა იყო ძალიან დიპლომატი. დარჩა რაიმე ისეთი თემა ამ შეხვედრიდან, რაც არ გაუხმაურებიათ აქამდე ლევან გაჩეჩილაძეს და დავით გამყრეიძეს. კახა თარგამაძესთან შეხვედრას გულისხმობ. ის რაც მაყურებლისთვის იქნებოდა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ. მე მგონი ყველაფერი გახმაურებულია, ხა არ ვიცი. მე მგონი ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მაყურებელი იხილავს თქვენი შეხვედრის კადრებს, ვთქვათ იგივე ლევან მამალაძესთან. ლევან მამალაძეს ერთხელ ვარ შენახვედრი, ისიც შენთან მზის ეთერში და ეგ ხდა ეგ მე ამკაც არ ვიცნობ, მართალი რო გითხრა. კარგით, ბატონო ლევან, როდის აპირებთ მაშინ მითხარით დაასახელოთ ის ქართველი ბიზნესმენები, ვისაც თქვენ შეხვდით და ვინც აპირებს აი ესე ღიად პირდაპირ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა რომ დააფინანსოს. აუმარჯოს ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც დღეს ოპოზიციას, სამართლიანობას, თავისუფლებას და ქვეყნის მომავალს დაეხმარება. მე არ დავასახელებ იმას, ვისაც შევხვდი, იმიტომ რომ შეიძლება ყველამ ვერ გაბედოს დახმარება. ვინც გაბედავს, ის თავის თავს თვითონ დაასახელებს, იმიტომ რომ თავის ტკივილისთვის, ქვეყნისთვის და ქვეყნის მომავლისთვის მზად იქნება. შეიძლება ეს ადამიანები ვეძებოთ თუნდაც მოსკოვში გააქტიურებულ ქართველებს შორის, რომლებიც ამ დღეებში აკეთებდნენ პოლიტიკურ. ამ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული ახლობლობა და ურთიერთობები მაქვს ძალიან ნორმალურ ჯანსაღ 21 საუკუნის ფულიან ხალხთან. ამიტომ ჩემო ქართველობა ნუ გეშინიათ, ყველაფერი ძალიან მაგრა იქნება. მე მინდა ბოლო კითხვა მოვასწრო, დაგისვათ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ იგი არ გამორიცხავს თქვენი ეს ბერლინური შეხვედრა უკავშირდებოდეს ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას. რა სიტყვის ამაზე ლევან გაჩეჩილაძე? ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ახლა მე იცით თქვენ რომ ძალიან ბევრი შემოთავაზებებიც მაქვს, შემიქმნია კიდევაც პოლიტიკური ორგანიზაცია. მე ჩემი ცხოვრების წესით არა ვარ პოლიტიკოსი, რაც არ უნდა კარგით, ეხლა სულ ამას ამტკიცებ და ხარ პრეზიდენტობის კანდიდატი, ხარ ოპოზიციის ლიდერი, ეხლა ამბობენ რომ მერობის კანდიდატი შეიძლება იყოს. ბრძოლას დაჭირდება პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები, ურჩხულთან ბრძოლას დაჭირდება მერობის კანდიდატი ვიქნები, გამგეობის კანდიდატი ვიქნები, შერიფად რომ ამირჩიოს, ისიც თუ ეს იქნება ბრძოლის ეტაპი ამ ხელისუფლების დამთავრების. ანუ რომ დანიშნონ მათ ადგილობრივი არჩევნები დაახენეს. ექსკლუზიურ ანონს გაძლევს. არა, ეს ვითარების, გარემოს, ოპოზიციის მოლაპარაკების, ერთმანეთზე თავდაუსხმელობის და ასე შემდეგ. ექსკლუზივს ველოდები და ათში ვაცხადებთ ძალიან დიდ საზოგადოებრივ კონსოლიდაციას, რომლის კენაც აი ეს ბოლო ერთი თვე მუშაობდი. ეს მოხდება პარასკევს 10-ში გამოვა საინიციატივო ჯგუფი და სახელით დაიცავი საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაერთიანდება. ვინ იქნებიან ლიდერი? ეგ 10-ში. ლევან გაჩეჩილაძე იქნება ლიდერი. ეგ 10-ში. აი 10-ში გამოვა საინიციატივო ჯგუფი. შემდეგ მყრილობაზე ლიდერის ანუ მოარული ხმები იმის შესახებ რომ იქნება რაღაც ახალი ორგანიზაცია, ეს არის პარტია არ არის და რატომ მარტივი მიზეზის გამო რა
მე ჩემი მთელი ცხოვრების პოლიტიკისთვის დათმობას არ ვაპირებ. კარგი, დიდი მადლობა, თუმცა ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც იქნება რაიმე გაერთიანება, იქნება ეს პარტია თუ არა, მას ალბათ პირველ რიგში დაგპატიჟებთ ადგილს გეტყვით. მოვალ აუცილებლად სიამოვნებით მოვისმე რა განაცხადით მოდის. ანუ ადგილობრივი არჩევნები, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, ესაა ბოლო შეკითხვა, თუ კი დაინიშნება, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ მერობის კანდიდატი იყო? ადგილობრივი არჩევნები თუ ჩატარდება ამ რეჟიმის გარეშე, ამ ძალადობის გარეშე, ამ რეჟიმის პირობებში, როგორც ისინი ამბობენ, რომ აპირებენ ამ რეჟიმის პირობებში უნდა დაждდეს სრულიად საქართველოს ის ხალხი, რომელიც დაიცავი საქართველოს დროშის ქვეშ გამოდიოდა და უნდა მიიღოს ერთიანი გადაწყვეტილება სწორ მართალში, ერთმანეთის თვალებში ყურებით და ასე შემდეგ. ორი არჩევნები ჩატარდა და პირველ არჩევნებში პირდაპირ პრაქტიკულად ეხა ბუში დამეპირისპირდა და ეხლა იგივეს გამეორებას არ ვაპირებ ეხლა თქვათ ასეთი ისა რა ქვია თავის მომთხოვებელი კაციც არა ვარ. მე ვაგრძელებ ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ვიდგები ჩემ ხალხთან მანამ სანამ ეს რეჟიმი იარსება. მერეც ვიდგები თუ კიდე სხვა ხელისუფლებას რამე შეეშალა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც ხომ არ ფიქრობთ რომ ზედმეტად და ხელოვნურად გავასკანდალეთ ბერლინის შეხვედრა? ეხლა თუ თვალს გადაავლებ იმ უსამართლო მედია გარემოს, რაც არსებობს, პირდაპირ მითხარით კი ან არა, აღარ გინდათ მედიაზე შეტევა პირდაპირ. ფიქრობთ რომ ეს იყო ხელოვნური თუ თემა იმსახურებდა ნამდვილად გაშუქებას იმ დროს? მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი დოზით იყო და ზედმეტად. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ისე თქვენ რომ ყოფილიყავით ჟურნალისტი და კახა თარგამაძე შეხვედროდა ოპოზიციის ლიდერებს, არ დაუთმობდით ამას, მთავარ თემად არ გამოიტანდით დიდ დროს. ერთხელ შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ლაპარაკი, რა ვიცი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა დავემშვიდობო ლევან გაჩიჩილოვსკის წარმატებებს. მაშასე მან უკვე დაანონსა, ეს არის ახალი ამბავი, რომ პარასკევ საათში მოხდება ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება, საინიციატივო ჯგუფი გამოვა და იგი გააკეთებს საკუთარ განაცხადს. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე გადაგიხდით დიდ მადლობას რომ გვიყურეთ. ხვალინდელი დღე გვაქვს წინ, რა მოხდება ხვალ მოსკოვში ობამა მედვედევის შეხვედრაზე. ალბათ ეს იქნება ხვალიდან უკვე ერთადერთი მთავარი თემა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. პირველი არხი და ანიმაციური სტუდია წარმოგიდგენთ.